მოგესალმებით ისაუბრეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი მეორე პოდკასტი, რომელსაც ირაკლი წულაია და მე თორნიკე რაზმაძე გაუძღვებით. დღეს ჩვენი სტუმარი არის ბატონი გიორგი ვაშაძე. მოგესალმებით, სალამი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და არ ვიცი პირველი პოდკასტი რამდენად ნახეთ, ნახავდით რომ მოკლედ ჩვენ ვცდილობთ იმის მიუხედავად რომ ჩვენ გაცხადებული საზოგადოებრივი პოზიცია გვაქვს, ასე ვთქვათ, სავდგავართ და რისიგუჯერა და რისიგუწამს, ამის მიუხედავად ჩვენ ვცდილობთ ყველა აქტორს, ვინც არის დღევანდელ პოლიტიკურ ველზე, დაუსვათ მეტნაკლებად კრიტიკული, მაგრამ კორექტული შეკითხვები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ფორმატში მონაწილეობისთვის და გადავიდეთ ვარენ პირველ შეკითხვაზე. ალბათ ზოგადი შეფასებით დავიწყოთ. სად ვართ დღეს, რა სიტუაცია ახლა? ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ახლა თითქოს უფრო შორს ვართ გამარჯვებისგან, ვიდრე აქციების სტარტზე, აი ერთი კვირის თავზე ვიყავით პირობითად. აი თქვენ როგორი შეფასება გაქვთ ამ კუთხით? მე ესე არ ვფიქრობ, ჯერ მოდი ავიღოთ ის რომ რა გზა ავირჩიეთ ჩვენ. ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობიანი პროტესტის გზა და ხელისუფლების გზა, მშვიდობიანი ცვლილება მშვიდობიანი გზით. და როცა მშვიდობიან გზას ირჩევ, ეს არ არის ერთდღიანი და ერთკვირიანი ამოცანა, ეს არის საკმაოდ ასე ვთქვათ განგრძობადი ამოცანა. და ვფიქრობ, რომ დღევანდელ ვითარებაში დავიწყოთ მიღწევებით, რა მიღწევები გვაქვს, ხო? პირველი ვიტყვი, რომ საზოგადოების პირველ რიგში მხარეს არის საკმაოდ ისეთი კონსოლიდირებული პოზიცია, რომ პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდეს, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. მეორე, ამ მოთხოვნაში, რა თქმა უნდა, ოპოზიცია არის ერთსულოვანი, სრულად პოლიტიკური პარტიები. მესამე, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა იყო, რომ აღიარება არ მომხდარიყო დღევანდელი, ასე ვთქვათ, რეჟიმის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ვფიქრობ, ამას მნიშვნელოვნად მივახციეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად არა, მივახციეთ ამ აღიარებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების, მოკლედ აღიარება ამ ხელისუფლებას არ აქვს. მესამე, რომ მნიშვნელოვანი იყო სასანქციო პოლიტიკის დაწყება და ვფიქრობ, რომ ამასაც ერთობლივი ძალებით ყველამ ერთად მივახციეთ, რომ სანქციები დაიწყო კონკრეტულ ინდივიდებზე, როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ასევე პოლიტიკურ ფიგურებთან მიმართებაში. მეოთხე, რომ ვიტყვი იმასაც, რომ შემდეგი ნაბიჯი ჩვენთვის იყო არაღიარებიდან ახალი არჩევნების მოთხოვნაზე, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულმა რეზოლუციამ საფუძველი დაუდო მთლიანად ევროპის მასშტაბით ამას, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ აუცილებლად ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა აპრილში იქნება განხილვა, შეუჩერდება ქართული ოცნების დელეგაციას სტატუსი ევროსაბჭოში, ხო? გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი მიღწევაა, რომ პროტესტი გრძელდება, არის განგრძობადი, უწყვეტი პროტესტი ყოველ საღამოს რუსთაველზე. ამ პროტესტებს შორის არის შედარებით მოზრდილი პროტესტები, მათ შორის იყო გუშინ წინ 22-ში, მაგრამ 31 მარტს გაცილებით მეტ ადამიანს ველოდებით, ასე ვთქვათ, ხო? ამერიკის ელჩთან შეხვედრაც კი გაუხარდა ხელისუფლებას, უნდა ვთქვათ. რომელიც უნდა ვთქვათ, რომ ხა ჩვენ მე მაგასაც უხსნი ხოლმე საზოგადოებას ძალიან ესეთი მწვავე რეაქცია გვაქვს ხოლმე რა, რომ ეს როგორ გააკეთა ამ შემდეგ. დიპლომატიური არხების შენარჩუნება ჩვენი პარტნიორების მხრიდან არაღიარების ვითარებაშიც არის მნიშვნელოვანი, ხო? ხა თუნდაც ეს არხები ომის პირობებშიც კი ხდება ამის ვიღაცა უნდა ელაპარაკოს იმ პირობებში თვითონ ჩვენთან და თქვენთან საუბრის დიდ სურვილს არ გამოხატავენ. პატარა ჩაკითხვას გავაკეთებ. რამდენჯერმე გამოვიყენეთ, ხა თქვენ გამოვიყენეთ ესეთი სიტყვები საუბრის დროს, რომ აი მივახციეთ, რამდენჯერმე თქვით მივახციეთ, რამდენჯერმე თქვით საზოგადოებამ მიაღწია. ეხლა ცოტა რთულ რაღაცას კითხავთ, მაგრამ აი რამდენადაც ეს უხეშად მაქსიმალურად რამდენად შეიძლება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. აი ამ მიღწევების რაც ჩამოთვალეთ და რაშიც მე პრინციპში ყველაფერში გეთანხმებით, პროცენტულად რო გადავანაწილოთ იმ საზოგადოების წვლილი რამდენი იყო, რომელიც არ წარმოადგენს პოლიტიკურ სპექტრს და ისე დგას რუსთაველზე პირობითად და რა წვლილი აქვს პოლიტიკური სპექტრის. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ საყვედურები არის ხოლმე ასეთი ჩვენ ამ პოდკასტში ვლაპარაკობთ. პრეზიდენტი შეგვიძლია დავაყენოთ მაგნაწილში. ჩვენ ძალიან პირდაპირ საუბრობთ ამ პოდკასტში. ახლა გეტყვით მე კიდე თუ ვინმე ვერ გეტყვი, ვიცი რომ გაიგეთ კითხვა, მაგრამ გავშლი ცოტა.
ანუ მე მომისმენი ასეთი აზრი რომ ქვეყნის შიგნით რაც მიიღწა ძირთად აპოლიტიკურმა თუ არაპარტიულმა ნაწილმა მიაღწია საზოგადოების ქვეყნის გარეთ რაც მიიღწაო არსებობს ასეთი მოსაზრება ძირთად სალომე ზურაბიშვილის დამსახურებაო აი დანარჩენებმა რამდენი პროცენტი იყო თქვენი წვლილი აი ხა ეს პროცენტულად რამდენად გაისინჯება არ ვიცი მაგრამ ეს რო მოდი პირველი რომ მე ვფიქრობ რომ ჩვენ ყველა ვართ ერთიანი და ერთიანი ბრძოლის მონაწილე ვართ ხო ამიტომ პროცენტებით მე არ გავზომავდი სხვადასხვა აქტორების მონაწილეობას თუ კითხვას მისვავთ სად იყო პოლიტიკოსების როლი, პოლიტიკური პარტიების როლი და იმაშიც არ დაგეთანხმებით რომ ქუჩაში აპოლიტიკური ადამიანები დგანან. ეს ადამიანები მაგაშიც ვერ დაგეთანხმებით, ეს ადამიანები ბევრი ჩვენი თანაპარტიელია, ბევრი სხვისი თანაპარტიელია, ბევრი არჩევნებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას, ანუ თვითონ იყო საარჩევნო სიის ნაწილი. ბევრი უბრალოდ მივიდა და ხმამისცა რომელიმე პარტიას, ხო? შესაბამისად, ასე თუ ისე პოლიტიკოსთან შემხებლობაში არის ყველა ჯგუფი, რომელიც არის წარმოდგენილი აქ. ამიტომ ვფიქრობ რომ თვითონ ტერმინი არაპარტიული ხალხი აპროტესტებს და პარტიული ხალხი არაპროტესტებს, ჩემი აზრით ესეც გარკვეული დეზინფორმაციის იარაღია, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, რომელიც ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ რა, იმიტომ რომ ამით მათ ვეხმარებით, რომ გახლეჩილობას, აი, ბოდიში დავამთავრებ, მე ხო გისმენთ, მათ გახლეჩილობას, მათი საკითხი რა არის, რომ ჩვენ შორის შემოიტანოს დისონანსი. ანუ რომ თქვას, რომ ერთმანეთზე ხელი გავიშვიროთ, დავაბრალოთ, აი შენი ბრალია, სალომე მაკრო ასე არ თქვა, იმის ბრალია, ოპოზიცია მაკრო ასე არ თქვა, იმის ბრალია, ხალხი რო ბევრი არ მოვიდა, იმის ბრალია. თუ ურთიერთდაბრალების საკითხში გადავალთ, ეს ეგრეთ წოდებული blame game-ი. ამაში პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან ბედნიერი და ასე ვთქვათ, მოგვეხმარება კიდეც ქართული ოცნება. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკურმა პარტიებმა, რა გააკეთეს? პირველი თუმცა ამაში ოპოზიციურმა პარტიებმაც შეუწყეს ხელი, ესე ურთიერთ თავდასხმაში. კი, მე გეტყვით, რომ მათ შორის თემა პარტიამაც. არა, მე გეტყვით, რომ ჩემ პარტია სტრატეგია აღმაშენებელს არ შეუწყია ამაში ხელი კოალიციაზე თუ მეკითხებით. მე ვფიქრობ, რომ მათ შორის ამ ნაწილში თქვენი პოზიცია ნაციონალური მოძრაობის. არა, ნახეთ, ახლა მე გეტყვით, რომ მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეს ჩვენ კოალიციაში ვართ, რაც მე სტრატეგია აღმაშენებელს წარმოადგენ. ეს კოალიცია დღესაც მოქმედებს და ვცდილობთ ერთმანეთს შორის ყველაფერი დავაკოორდინიროთ მეტნაკლებად, მაგრამ მთავარი საკითხი არის, მთელი წინასაარჩევნო, პოსტსაარჩევნო პერიოდში თუ ვინმეს ჰქონდა მორატორიუმი გამოცხადებული ურთიერთთავდასხმაზე არ ეპასუხა, ეს იყო ნაციონალური მოძრაობა. მათ შორის აღარ შევალ რომ ჩვენც იგივე არ გამოგვივიდეს ეხლა რომ ერთმანეთის თავდასხმების გარჩევას ვაკეთებთ, მათ შორის არაერთი თავდასხმა, რომელიც იყო სხვა პარტიების თუ ცალკეული პირების მხრიდან ნაცმოძრაობასთან მიმართებაში. ეს ამას კოალიციურადაც გავდიოდით, ასე შემდეგ. დღეს ჩათვალა ნაციონალურ მოძრაობამ, რომ რაღაც საკითხებს მაინც უნდა უპასუხოს, იმიტომ რომ მისი პოზიციები სუსტდება, როცა ხმას არ იღებს თავდასხმების დროს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გარკვეული პროცესები აიხაც დღესდღეობით თუმცა პრეზიდენტზე თავდასხმა, როცა კოორდინაციაზე და 31 მარტი ასე ახლოს იყო, მიმაჩნია რომ არასწორი იყო და ნაციონალურ მოძრაობას აქვს მან ორი საკითხი. მე ვფიქრობ, მან თავარი საკითხი, თავარი დისონანსი რაც გამოიწვია, რაც მე ძალიან გამიკვირდა, მაგალითად მე რა ვქენი, ამასაც გეტყვით. გამოიწვია იმან, რომ პრეზიდენტის განცხადება წავიდა, ცოტა ვფიქრობ, რომ არასწორად, თვითონაც მე რომ მქონდა პირადი საუბარი მან თქვა, რომ ერთიანობა არ გვინდა, კოორდინაცია გვინდა. ერთიანობა შემოგდებულია, კოორდინაციაა საჭირო. ანუ ერთიანობას გულისხმობდა სავარაუდოდ პრეზიდენტი, ჩემი აღქმით. ხო და ნუ საბოლოო ჯამში მე პირველი წყაროდან შემიძლია გითხრათ, რომ მე სანამ გავაკეთე განცხადება, სანამ მოვისმინეს ყველის განცხადებები, ეს ორი სიტყვა ერთმანეთს არ უპირისპირდება, ეს შეუძლებელია. მქონდა მასთანაც საუბარი და მანაც თქვა, რომ აბსოლუტურად არასწორად წავიდა მისი გზავნილი, მას მხედველობაში არ ქონდა, რომ ეხლა ერთიანობა მტერია და კოორდინაცია პარტნიორია, ესეთი რამ. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, როდესაც ვართ უმძიმეს ვითარებაში, როდესაც დიდი დეზინფორმაციული, ასე ვთქვათ, მანქანა მუშაობს ჩვენს გარშემო. ხშირად იმედის პოსტზე ისეთ რაღაცას დაინახავ, რომ თმე ვიყავს და დაგიდგება თითქოს ეს როგორ თქვაო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხო და ჯერ გაქვს კიდე, მაგრამ ცოტა უნდა მოუშვა. ჩემს ვირაიზარდო. ხო და როგორ არის იცი რომ მე მაგალითად სულ ვცდილობ რომ რაღაცა ესეთი ჩვევა გამომიმუშავდა რომ აი იმედი რომ მოდის და რაღაცას მეკითხება მეუბნები მე გარს ამიკითხავს და ამიტომ პასუხს ვერ გაგცემ იმიტომ რომ ვიცი რომ აუცილებლად რაღაცა კონტექსტს ცვლის რაღაცა შინაარსს ცვლის რის გამოც მე სხვა პასუხის ანუ გამოდის და მე გარჩევა ხდება ვინ არის დამნაშავე ამიტომ ამ გარემოში მუშაობ და პირადად ჩემი მიდგომაა რომ ყოველთვის გადავამოწმო პრეზიდენტის შემთხვევაშიც ასე გავაკეთე შევხვდი გადავამოწმე როცა მითხრა მან რომ მე ამას არ გულისხმობ რომ ერთიანობა შემოგდებული და მტერია
შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ღრმა კოორდინაციას თავისი ერთიანობით. რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილს, ხო? ეხლა სად არის ოპოზიციის როლი? მე გეტყვით ეხლა პოლიტიკური პარტიების. პირველი, მანდატებზე უარი პოლიტიკურმა პარტიებმა თქვეს და ეს არის ქვაკუთხედი, რაზეც დგას დღეს არ აღიარება ამ რეჟიმის. აი უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ პოლიტიკური პარტიები დღეის მონაცემებით პარლამენტში ისხდნენ და უარი არ ეთქვათ მანდატებზე. მაშინ მერწმუნეთ არაფერი არ შეაჩერებდა, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს. მანდატებზე უარი ჩვენ ვთქვით 25 ნოემბერს, სანამ დიდი პროტესტები დაიწყებოდა. ხო, შემდეგი არ თქვა უარი მანდატებზე, მაგრამ ვერაფერი ვერ იქნება. კი, მე ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიცია რო ყველას რო გვეთქვა კარგია, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ერთი რომელიმე აქტორი რომც წავიდეს რამე შეთანხმებაზე, ეგ ვერაფერს ვერ შეცვლის დღის წესრიგს და იმასაც გეტყვით რა. თუმცა ისინი იძახიან, რომ არალეგიტიმურია. ძალიან კარგი, არალეგიტიმურია და ვფიქრობ, რომ ამით თვითონაც იყენებენ იმ სტანდარტს, რომ თანამშრომლობაზე უარს ამბობენ. გაუყვაც არის ახლა რაიმე ფორმით თანამშრომლობა ხელისუფლებასთან. გიორგი, წარსული მხოლოდ ისტორია არ არის დამეთანხმები, ის ერთგვარად კომპასია, რომელიც გვაჩვენებს სად მივდივართ. რა თქმა უნდა. ჩვენ ამ წარსულში გაკვეთილები თუ არ ვისავლეთ, აწყო უსისტემოა, მომავალი კიდე ბუნდოვანი რა და მოდი ახლა პირველად დავიწყებ წარსული თქვენთან შეკითხვებს და შემდეგ გადავიდეთ უკვე ესე ვთქვათ აწყოზე და მომავალზე რა. აქამდე წარსულზე ვსაუბრობთ უბრალოდ. ჩვენ რაზეც აწყოზე და მომავალზე არ გვისაუბრია. პოლიტიკური პარტიების როლი ამ შემთხვევაში აწყო იყო უფრო და ის თუ რა უნდა გააკეთოს. 2016 წელს თქვენ როცა ნაციონალური მოძრაობა დატოვეთ განაცხადეთ, რომ წასვლის მიზეზი გახლდათ პოლიტიკური სტანდარტების წინააღმდეგ წახვედით და მოძველებული სტანდარტები იყო. თქვენ ამის მერე გაერთიანდით ნაციონალურ კოალიციაში გაერთიანდით კოალიციურად. ანუ მაშინ ცდებოდით თუ ეხა უღალატეთ თქვენ პრინციპებს. პარტია დავტოვე, მე ვარ სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე, შესაბამისად პოზიცია არ შემცვა. იმის მერე მე ვარ სტრატეგია. ანუ იქ არ მოგწონდათ პარტიული მართვის ფორმა, ასე ვთქვათ. კი, ნამდვილად, დღესაც თანამედრე დღესაც ვეთანხმები, რომ არ მომწონდა, მე ჩემი პარტია მაქვს, ჩემი პარტიის ხელმძღვანელი ვარ, ჩვენი მხარდამჭერი ვარ, ჩვენი პოლიტიკური საბჭო გვაქვს, არც ერთ სტრუქტურულ ერთეულში მე არ ვიღებ მონაწილეობას. აი, გასაგებია, მაგრამ მე შეცვალეს რამე ამ მართვის ფორმაში თქვენი აზრით ისე გარკვეული პერიოდულობით სადღაც შეცვალეს, სადღაც ვერ შეცვალეს, სადღაც შეიძლება მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესონ თუ ახლა პარტიული მენეჯმენტის თვალსაჩინით ვინ რა უნდა ქნას და როგორ უნდა იმუშაოს, ამას შეგვიძლია ცალკე პოდკასტი გავაკეთოთ. უბრალოდ ნახეთ, თავარი კითხვა თქვენ რას დამიჯი, მაშინ ცდებოდი თუ ახლა ვცდები, არ ყოფილა რყევა, ეს სხვა შორის პროპაგანდაც იყენებს ხოლმე, რომ მე ვითომ ბევრ სხვადასხვა პარტიაში ვიყავ. არსად სხვა პარტიაში არ ყოფილვარ, ნაციონალურ მოძრაობაში ვიყავი. უცვლიდით ხოლმე ალბათ ერთადერთი. არა, სახელმწიფოების არ ნახე კოალიციებს და რატო? იმიტომ რომ ყოველთვის პირდაპირ გეტყვით, ჩემი თავარი ამოცანა, რაც მე პოლიტიკაში ვარ და მჯერა, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გზა არის ფართო კონსოლიდაცია და კოალიცია. არჩევნებამდე მე ამის მჯერა, იმიტომ რომ მაქვს გამოცდილებაც 2018 წელს მაგალითად რო გავაკეთეთ საკმაოდ ფართო გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია კოალიცია ყველას დიდი შედეგი მაშინ დადო ამ კოალიციამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხო 40%. მას შემდეგ არ ყოფილა ის რომ ყოფილიყო უფრო სრულყოფილი ერთიანობა და კიდევ რამდენიმე ძალა ყოფილიყო მასში ჩემი აზრით პირველივე ტურში შევძლებდით ასე ვთქვათ გამარჯვებას. ამიტომ მე ყოველთვის ვარ ერთიანობის იდეის მატარებელი და ამ ღირებულებით თანამშრომლობ პოლიტიკურ ძალებთან და დღესაც თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას თქვენ დაელაპარაკებით, შეგიძლიათ უთხრათ, რომ აი გიორგი ვაშაძე იყო თუ არა თქვენ პარტიასთან მოსული და გესაუბრათ თუ არა რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა. ეხლა ძალიან კრიტიკული რაღაცა გითხათ, რასაც გეტყოდა ვიღაცა ალბათ. იმიტომ არის ერთიანობის მოხრე, დამოუკიდებლად ვერ გადალახავს ბარიერ სტრატეგია აღმაშენებელია. კი ბატონო, აი ხა ნახეთ, მაგალითად გეტყვით რა. 2020 წელს, ხო, რადგან არ გამოდიოდა ერთიანობა, ჩვენ ცალკეც გავედით არჩევნებზე. შესაბამისად, საპარლამენტო, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა მაშინაც ავიღეთ. მეორე, აი რა ის კვლევით, სანამ ჩვენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან გავაკეთებდით კოალიციას, ნაციონალური მოძრაობის და გახარიას პარტიის შემდეგ 4% შეგიძლიათ ამოიღოთ. ქონდა სტრატეგია აღმაშენებელს, ცალკე დამოუკიდებლად. უბრალოდ
მე სხვანაირად დავატრიალებ ამას, რომ ჩემთვის ამოცანა, როდესაც ავტორიტარიზმს ვებრძვი, არ არის ბარიერის გადალახვა. ჩემთვის ამოცანა არის გამარჯვება. ჯამში 51 პლუს. 51 პლუსი. და ამოიღეთ თუ გნებავთ, სანამ დაფორმირდებოდა ეს კოალიციები არჩევნებამდე, აქტიურად საჯაროთაც ამაზე ვსაუბრობდი, რომ დაჯამებას ხალხი ვერ მოახდენს. მნიშვნელოვანია, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ ჩვენ, მეორე ადგილზე გავიდეს ქართული ოცნება და ამის ერთ-ერთი გზა არის ფართო კოალიცია არჩევნებამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ვებრძვით ავტორიტარიზმს, იქ საუბრობთ ახლა სიაზე, არამედ საუბრობთ ესე ვთქვათ სიაზე. თუ აქ ვსაუბრობ, თუ მოდი გავყოთ ახლა. დღეს ნუ ხო, მე ვარ საერთო სიის მომხრე. მე ყოველთვის ვიყავი საერთო სიის მომხრე. ვფიქრობ, რომ ივანიშვილის თამაშია ეს და უნდა ჩაყაროს ყველა ნაცებში და ამით მარტივად გააშაოს თელი ოპოზიცია. ზუსტად ეგ ნარატივი, რომ ყველა ნაცია, როგორც კომპლექსი შექმნა ივანიშვილმა იმისთვის რომ გაერთიანება არასდროს კი, მაგრამ ეს ხო შექმნა და ხო არა, ერთიც არ მუშაობს. აი, გეტყვით ციფრობრივად გეტყვით რა და მაგაზე ციფრებზეც გადავიდეთ. მე გეუბნებით რომ პირიქით არის ეს. ივანიშვილმა იცის ერთი რამ. თუ აქეთ ამხარე ერთიან კონსოლიდირებულ ძალას წარადგენს თავისი სიით და ყველაფრით, მაშინ ის დამარცხდება. რატომ? იმიტომ რომ თვითონაც ასე მოიგო არჩევნები. მიხვდით? ანუ საქართველოში ხელისუფლების სრულება, მით უმეტეს ავტორიტარულ სისტემასთან ბრძოლა მხოლოდ მე თქვენი ყველას ძალის კონსოლიდაციით შეგვიძლია. იმიტომ რომ ამ პირობებში სადაც ჩვენ ვართ, ფინანსური ადამიანური მედია ყველა რესურსი არის ლიმიტირებული. როცა ამას ყოფთ 4-ზე და ჩვენ კონკურენციასაც დროს ვუთმობთ და პარალელურად გვინდა ავტორიტარულ რეჟიმს ვებრძოლოთ, პრობლემა ისევ დაუბრუნდები 2018. საუბრობთ რაზეც თანხმდებით. გეთანხმდებით ერთიანობა კარგია. არა, ნახეთ, კითხვა იყო რომ არა, მე ნახეთ რაზე მინდა გაგამახვილებინოთ ყურადღება, რომ უფრო გასაგები იყოს ჩვენი მაყურებლისთვის. გეთანხმებით, რომ ერთიანობა და ერთიანი ფრონტით ეს სია იქნება თუ პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ტერმინი თუ ასე შემდეგ, ერთიანი ფრონტით დაპირისპირება ხელისუფლებასთან კარგია, მაგრამ იმას რა გაფიქრებინებთ, რომ არ მუშაობს ეს ნაცია პროპაგანდა? როდესაც წინასაარჩევნოთ. რა უფრო დიდი დაზღვევაა ადამიანისთვის, რომ ერთპიროვნულად ნაციონალურ მოძრაობა არ მოვა ხელისუფლებაში. როდესაც პირობითად სიას შეხედავს და დაინახავს, რომ ამ სიაში ნაციონალურ მოძრაობა არის 1/5 და არა მეტი, თუ ის რომ ნაციონალურ მოძრაობამ შეიძლება მართლა ქართულ ოცნებაზე მეტი ხმა აიღოს და მოვიდეს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში. კიდე ერთხელ გეუბნებით. აი თქვათ სია გამოვაქვეყნეთ არჩევნების წინ. 20 კაცი გამოვაქვეყნეთ და 4-ია ნაციონალური მოძრაობა, 5 და დანარჩენი არის, რა ვიცი, ვინცაც თქვენ თვლით, რომ ვისაც ენდობით. მიხვდი, ანუ დაზღვევა არის თუ არა. ეს ხო ჩვენ არ აგვიხსნია არასდროს. ჩემი ეს ამით აიხსნებოდა, რომ პირობითად არ მოდის ნაციონალურ მოძრაობასთან. პრეზიდენტის ქარტია იყო ამის გარანტია რაღაც კუთხით, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში არ მოვიდოდა და პარლამენტიდან გაკონტროლდებოდა. მაგრამ არასაკმარისი აღმოჩნდა. კი ბატონო, მე ხელის მომწერა გეთანხმებით და ბრძოლის კუთხით გეთანხმებით. ნუ გადავთ, აი პრეზიდენტის ქარტია, ხო? მე იქაც ვამბობდი, რომ პრეზიდენტის ქარტიას ერთიანი სია რომ მოყოლოდა, მე იმას არ ვამბობ, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა არჩევნებში, მაგრამ ჩვენ შევძლებდით გაყალბების მარჟა მაქსიმალურად შეგვემცირებინა. მე გეტყვით როგორ მუშაობს პარტიები არჩევნების დროს. გაყალბების მარჟა უნდა შეგვემცირებინა, იმით რომ რეკლამები არ უნდა გაგვეკეთებინა იმ ტექნოლოგიებისთვის, რომლითაც ესე იგი ვიცოდით, რომ არ ვიცოდით დაზღვეული რო არის. არ რეკლამებდა ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსი ამ იმერს. თავი გაყალბებას რა ჭირდება? საარჩევნო უბანზე რამდენი ძლიერი ადამიანი ყავს, რომელიც კარუსელის დატრიალების შესაძლებლობას არ აძლევს, რომელიც მანამდე, როდესაც პირადობას ყიდულობს იმ სოფელში, ქართული ოცნება და ქირაოს, რამდენი ძლიერი ადამიანი მყავს იმ სოფელში, რომელიც ამის წინააღმდეგ იბრძოლებს, мотиваციას გაუკეთებს ადამიანს, ნუ გაყიდი შენ პირადობას 200 პარა. სხვადასხვა მექანიზმები იქნა გამოყენებული, ანუ 10 მექანიზმი იქნა მე უყურებდი მე თვითონ საარჩევნო ორგანიზებაში და დაკვირვებაში ყველაფერში, არ ვიცი, თუ ვინმეს მიუღია მონაწილეობა, მე მიგიმიღია. ნახეთ არმიის შესაქმნელად, ანუ პატარა რაზმები უფრო რო გავამარტივოთ. ვერ იგებს დიდ ბრძოლას. არმიის შესაქმნელად არის კონსოლიდაცია საჭირო, რომ 4 სხვადასხვა ტიპი თან თავისთან კი არ კონკურირებდეს იმ სოფელში და თან ქართულ ოცნებასთან და თქვას რომ ეს ნაცმოძრაობის ხარდამჭერია და ამის პირადობას უიქირავებს მე რა. ის გარეშე შეიძლებოდა მაგ ყველაფრის მოგვარება, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობა ქონოდათ. თანამშრომლობა განა არ ქონდა. პრაქტიკაში არ გამოდის. არა, ერთი წუთით თანამშრომლობა განა არ ქონდა. არც ვესხმოდით თავს ერთმანეთს. ამოიღეთ თელი წინასაარჩევნო პერიოდი, წინასაარჩევნოდ გეუბნებით. ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ ურთიერთთავდასხმითი არჩევნები იყო ოპოზიციურ ფლანგზე, მაგრამ გინდა არ გინდა, როდესაც 4 სხვადასხვა ნომერია, კონკურენცია, მიხვდით?
იმიტომ რომ ჩემი ამოცანა მარტო ის კი არ არის რომ ქართულ ოცნებას მოუგო. ესე ხედავს ადამიანური ფაქტორია. გავიგე რომ ერთმანეთის მე საარჩევნო უბნებში ვნახე ის კომისიის წევრები იყვნენ, საერთოდ ოპოზიციური კომისიის წევრები საერთოდ არ ესწრებოდნენ და ანუ საერთოდ ხელისუფლების ხარეს იყო ზოგიერთი მათგანი. ამას რა აზღვევს, როდესაც ერთი კაცი კი არ ამყავს, 4 და როდესაც 4 ადამიანია და 4-დან ერთი იქეთ თუ წავა და 3 მეტყვის რომ ეს ერთი გადავიდა იქეთ ხარეს, მაშინ ამ ერთს გამოვცვლი. მაგრამ როდესაც ერთი მყავს და მეორე აღარ მყავს, რომელსაც ვუხსნი, რომელიც მომაწვდი და მე ინფორმაციას რომ ეს კაცი გაიყიდა იქამდე სანამ არჩევნები ჩატარდება, მე სუსტი ვარ. მე ვფიქრობ, რომ თუ აქეთ ხარეს დგას ის, რომ შენ შეიძლება მოგაწეპონ და ნაციონალური მოძრაობის აი ამ დიდ მანქანაში ჩაჭარონ, რასაც ხელისუფლების პროპაგანდა აკეთებს, მაგის საპირწონედ შეიძლება და ისე დაალაგება, რომ კიდე ერთხელ მაგაზე ვერ თანხმდებით, რაზეც ვერ ჩვენ ხო იმისთვის ვართ, რომ შევთანხმდეთ. არა, არგუმენტებით ხოლმე შევთანხმდეთ. მაგაზე მინდა რომ გაპასუხებდეთ. ჩვენ რაზე ვერ თანხმდებით? ნახე, პირველ რიგში თავში ვერ თანხმდებით, რომ ხელისუფლების პროპაგანდა, რომ ყველა ესეთი ნაცები არიან, ეგ არ არის წარმატებული. მე მინდა ეს მარტივად დავსვა შეკითხვა. წარმატებული არის იმაში, რომ ერთიანობა ვერ დგება. მაგაშია თქო წარმატებული სხვა რამეს ერთიან, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ფსიქოლოგიურ, ნახეთ, არ დამამთავრებინეთ, ნახეთ ბევრ ადამიანს კომპლექსი გაუჩინა და გაუძლიერა რომ არა ხო და ეს კომპლექსი თუ არ დავამარცხეთ როგორ დავამარცხოთ ერთიანობით აი ზუსტად აი ამით რომ თქვათ რომ ეს ერთიანობა ნაცმოძრაობა კი არ არის ეს ერთიანობა არის აგერ ბატონო ნაცმოძრაობა მხოლოდ 1/5 3/5 სხვა ის არა მაგას ჩვენ ვიტყვით მაგრამ კონცეფცები იყვნენ იგივე გავიგე ის გააძლიერებს ორჯერ გაძლიერებული აქამდე თუ იმუშავა უფრო მეტი არგუმენტი ექნება და ვინ თქვა ხალხნო მომს გიორგი ბაშაძე ნაციონალ არა ერთი წამით ნახეთ კიდე ერთხელ გეუბნებით ვინ თქვა რომ სხვა რომელიმე ვითარებაში რომელიმე არჩევნებში ჯამურად ოპოზიციამ მეტი ხმა წამოიღო არ ყოფილა ეგ ციფრები ხო არსებობს ანუ მათემატიკაა ხალხო ის კი არ არის რომ მე ემოციურად რა მინდა აი გეტყვი არა ამ არჩევნებში გაერთიანებული წამოიღო ოპოზიციამ მეტი ხმა რომ ძალიან ცუდად წამოიღო თქო ნაკლები რომელ არჩევნებს გულისხმობ ამ არჩევნებში ერთ-ერთი იმიტომ რომ გააყალბეს ციფრი გავიგე და ციფრი რა ძის იმ ამ არჩევნებში ჯამურად ხო თქვენ ხო გეგონათ რომ რომელიღაც პარტია პირობითად ქართული ოცნებისგან უნდა წამოიღო ხმა ხო სწორია რა საბოლოო ჯამში საპირწონეზე დაიდო დასუსტდა აქეთ ამხარე თუ გაძლიერდა დასუსტდა ინდონეზია არ ველოდი ხმის წამოსვლას ხო მე ველოდი ხმის წამოსვლას გახარია ხო მაგას ამბობს რომ ქართული ოცნების ხმები უნდა წამოიღოს იმიტომ ემიჯნება ნაცმოძრაობას თელი მისი ფილოსოფია ხო ეგ რამდენი ხმა აიღო ჯამში აქეთ ამხარე რაც დაუფიქსირდა 800,000 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში აქეთ ამხარე მიცით რამდენი ხმა აიღო 1,100,000 ეს არის განსხვავება 2018 წელს ხო ნაკლებად გაყალბდა არა რას ლაპარაკო 2018 წლის არჩევნები ითვლება გაყალბების ახალი სტანდარტის ასე ვთქვათ სტანდარტად ქართული ოცნების გაკეთებული 24 მაინც ყველაზე არა მაგაზე არ დავა ნახეთ ბოდიში ერთი წუთით ნახე რა მინდა ვთქვა აი დავამთავრებ 5 ნომერი რომელზეც თქვენ ამბობთ რომ ეს არის ფსიქოლოგიური რაღაც რის გამოც ადამიანები ვერ გადალახავენ თუ იცით მეორე ტურში 5 ნომერი პირველ ტურში რამდენმა ადამიანმა შემოხაზა და მეორე ტურში არ მახსოვს მითხარით პირველ ტურში შემოხაზა 615,000 ადამიანმა მეორე ტურში შემოხაზა 750,000 ადამიანმა დაახლოებით იმ რაოდენობამ რაც ჯამურად ახლა დაუფიქსირდა ოპოზიციას ამიტომ ეს მთელი დისკუსია მეთქი რასაც ჩვენ ვამბობთ არ არის გაზომილი ციფრებით და ასე ვთქვათ იმით ეს მთელი დისკუსია არის გასაზომია ესე იგი რო გაგვიზომავს მე იმიტომ გეუბნებით რომ ციფრებზე დაფუძნებულად გელაპარაკობ დაკარგა თუ არა ხუთმა ნომერმა თავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი და აი თქვენ რო იძახით 5 ნომერი მაგრდება რეალურად მეორე ადგილზე გადაინაცვლა თუ არა ამ არჩევნებში არ გვინდა მე კაცო არ არის ჩვენი ამოცანა 5 ნომერი არა ნაციონალური მოძრაობა ხო 5 ნომერია საბოლოო ჯამში რა სამწუხაროდ კი მეთქი, ოღონდ სამწუხაროდ ამით მე თქვენ არავინ მოგებული არ გამოვედით. იმიტომ რომ
ხელისუფლებაში ისევ ავტორიტარული რეჟიმია, ივანიშვილი ისევ მართავს ძალოვან სტრუქტურებს, ისევ ვიჭერენ ჩვენს თანამოქალაქეებს, ისევ სტუდენტები გვიზის ციხეში, ისევ მსახიობი გვიზის ციხეში, მე პოზიციაში მეთანხმებით, რომ ბრძოლა არის ერთად საჭირო, თუმცა ჩემი პოზიცია რომ სია არ უნდა იყოს ერთმანეთი პირიქით, შეიძლება ორი ფრონტი იყოს და ორი ფრონტით იქნას დაცული და იმ ადამიანებს დისკომფორტი არ შეუქმნათ, ვისაც ნაციონალურ მოძრაობასთან არ უნდა კავშირი. თუ თქვენ გინდათ რომ ჩემი ანალიზი ნაციონალურ მოძრაობაზე ყველაზე დიდი ასე ვთქვათ პრობლემა იცით სად არის 12 წლის მანძილზე რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში ეს 12 წელი იმხელა ნეგატივიური კამპანია აქვს ნაცმოძრაობასთან მიმართებაში რა რომ ნაცმოძრაობამ ვერ შეძლო ვერაფრით მისი პოზიტიური მხარეებზე საუბარი ხო რაც გაკეთებულია თუნდაც მანამდე რის გამოც ტვინში იმ ადამიანების ტვინში ემოციურად რა თქმა უნდა რომლებიც ნაცმოძრაობას ხელისუფლების დროს შეიძლება საერთოდ პატარები იყოს საერთოდ არ ახსოვთ ხო არის ნეგატიური აღქმები რა საბოლოო ჯამში ეხლა რაზე დგას ქართული ოცნების სისტემა რაც ნაციონალურ მოძრაობას ურუსიძე ჩიჩალაძე ვის შექმნა გიორგი ხარება ვის შექმნა პოლიტიკური სამართალდამცავი ვის შექმნა ერთი წუთით ხარება ვის შექმნა კი არა და მურუსიძე ვის შექმნა კი არა 2012 წლის მერე ერთი წუთით 2012 წლის მერე იმის ნაცვლად რომ აქეთ ერთად ყველას მოგვეთხოვა რომ ეს მურუსიძე და ეს ვიღაცა რო არის უბედურება არის გასაშვები მაგას ვითხოვ დღესაც კაც როგორ არ ვითხოვ ხო და მაგას რო ვითხოვ დღესაც ეგ სხვანაირად უნდა მოვითხოვოთ კმეთი აი გიორგი აი გეთახმება დარწმუნებული მაგას გეუბნები რომ ეგ რომ მივაღწიოთ მეთქი დღეს გვაქვს ახალი ნაბიჯი გადასადგმელი რომ კომპლექსის ქვეშ კი არ ვიყოთ ერთმანეთთან ურთიერთობებში რომლებიც შექმნის ეს სისტემა იმ ადამიანებს როგორ დავიჯერო გიორგი მომისმინეთ არც ერთი ის ადამიანი რომელიც უშუალოდ შეიძლება ხელმძღვანელ პოზიციაზე იყო მაშინ საერთოდ არ არის არც ამ სიაში ნაციონალურ მოძრაობის სია მოიღეთ თუ გინდათ არც იქ მაგრამ კიდე ერთხელ გვეუბნები შენი შიშები რომ დაზღვეული იქნას შიშები არა მარტო ჩემი მოსახლეობის დიდი ნაწილის გიორგი ამისთვის ვამბობ რომ როდესაც აი ამ სიაში რომელმაც უმრავლესობა უნდა შეკრას ახალ პარლამენტში დაინახავე რომ ის ხალხი არის ცოტა ვისიც ნაკლებად ვისიც ეშინია პირობითად გეუბნები მაშინ ხო ეს შიშები მოისპოვა ამას გეუბნები მე მაგალითად არ მაქვს ეს კომპლექსი ახლა ღიად გეტყვით რომ თუ ძალიან წარსულზე წავედით თუ მომავალზე არ გვინდა საუბარი ესე შევაჯამე მე ჩემი მხრიდან რა თუ გზაგასაყარზე დადგას ეს საკითხი რომ აი პირობითად რო თქვათ რა რაღაცა თეორიული მეორე ტურია ახლა კი არ გვაქვს ეგ მაგრამ მაინც და აი ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას დგას შორის დგას არჩევანი მე მივცემ ნაციონალურ მოძრაობას უყოდ რატო იმიტომ რომ ესენი გაუშვით მაინც ერთხელ არჩევნების გზით. ამათ ჯერ ეგ არ უნახავთ როგორია. ეს ერთი კი ბატონ უბრალოდ იმაში მე ხა კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ პროფესიით. იმაში ვერ გეთანხმებით რომ ეს ობიექტური მოცემულობაა რომ ეგ პროპაგანდა მუშაობს რა. არის ეგ მოცემულობა და არ ხოცები შტერები არიან და იმიტომ აწევდა შტერები კი არ არიან. ერთი წუთით რა ვერ გავიგეთ. ხო და მე არ მაქვს პროპაგანდას მაგრამ მე არ ვირჩევ ხელისუფლებას. მარტო. ამ პროპაგანდას მიზანი რა აქვს? რომ ჩვენ გავერთიანდეთ თუ არ გავერთიანდეთ თქო. ამ პროპაგანდას ძალიან მიზანმიმართულად დაგეგმილად ახორციელებენ რომ ჩვენ ვერ გავერთიანდეთ. მიხვდით? მაგ პროპაგანდას იმიტომ ახორციელებენ რომ თუ გაერთიანდენ და ერქვათ ნაცები და არა თუ გაერთიანდნენ წავაგებ. მიხვდით? კიდე ერთხელ კონსოლიდაცია აქეთ ხარეს. საბოლოო, აი ახვალ რო არჩევნები იყოს. არის გამარჯვების ლამის 90%-იანი გარანტია. მაგრამ თუ ცალ-ცალკე გახვალ, მარტივია რა, ციფერბლადზე აი ეგ გამოისახა იქ რომ მაგ 90%-ს არ ჯერა მე ბოლომდე. წულუკიანს თავარი არგუმენტი რა ქონდა ევროსაბჭოში ჩვენ რო რეზოლუცია გავიტანეთ რომ მაგათ პირობა დაუწესეთ ახალ არჩევნებთან და რა ქონდა ყველაზე მყარი არგუმენტი იცით? კაცო გავიგეო რაღაცას მედავებით გაყალბებას მაგრამ მე პირველ ადგილზე გავედ და მეორე ადგილზე გასულს 30%-ით მოუგეო. და რას მილაპარაკებით? იყვნო ისინი, გავიგე. როდესაც არის, აი ნახეთ, როდესაც მაგალითად 40 ეგ არგუმენტი მოეწონათ? არა, ეგ არგუმენტი სამწუხაროდ შეიძლება მე გითხარით რომ ყველაზე ძლიერი შეიძლება იყოს რომ მოწონებოდა და ჩვენ რო არ გვემუშავა და გამოსულიყავით არ მიიღებდნენ იმ რეზოლუციას გააგრძელებს ახლა ხელისუფლება როცა შეიცვლება და მე მწამს რომ შეიცვლება მალე რომ დაიწყოს ამ ახალმა ხელისუფლებამ რაღაცეების დაშავება ისე და ოპოზიციის როლში რო იყოს ქართული ოცნება მე ძალიან გამიჭირდება
ქართულ ეს ოცნებას და რაიმე კუთხით გვერდით გომა და ამიტომ ესმის იმ ადამიანების, ვისაც დღეს უჭირთ ნაციონალურ მოძრაობასთან. მაგრამ მთავარი ერთ დიდ ფუნდამენტში არის განსხვავება. ეს ხელისუფლება არის რუსეთისკენ მიმავალი ხელისუფლება, არის ანტიდასავლური, ცდილობს საქართველოს მოაქციოს იზოლაციაში, შიშის ქვეშ მართოს ქვეყანა. მაგაზე მაგრამ ამას აპრიორი არ იძახის რომ ამას აკეთებს გიორგი. 2012 წლის არჩევნებში რა თქმა უნდა ანგარიშვალდებულება ხალხთა, მაგრამ ის რომ მისწრაფება ქონდა იმ ხელისუფლებას რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, ნატოს წევრი გამხდარიყო, ეს იყო ურყევი მისწრაფება, რის გამოც რა თქმა უნდა არ წავიდა შეიძლება ისეთ საძაგლურ გაყალბებაზე, რომელზეც წავიდა ახლა ქართული ოცნება. თორე თქვენ თვითონ ამბობთ რომ ის სუსტი ხელისუფლება არის. უნდა გადავიდეთ. მე საბოლოო ჯამში რო შევაჯამო, მე ვერ დაგეთახმებით, ეს არ არის მარტო პროპაგანდის ნაწილი, ანუ ნაციონალური მოძრაობის კონკრეტული ნაბიჯები ხალხს თავის ხორცზეა გადატანილი და მგონია რომ ეს პირადი შეგრძნებები უბრალოდ და ვერ შეიცვლება. და ვერანაირი პროპაგანდა მას ვერ შეიცვლება. მე გთავაზობ ჩემ გზას, როგორ დავაბალანსოთ ეს სიტუაცია. გიორგისთან მიმართებაში სულ მაგ ხოლმე ეს ადამიანი აუცილებლად მინდა კითხო რომ ანუ ისეთი ამბავი გაქვს რა, ანუ ზღაპრული ამბავი გაქვს, რომ სადღაც კრიპტოში ჩადე ფული და თანხა ესე იშოვე და ანუ გამდიდდი რა. ანუ ხო, ჩემ თავს მე მდიდრად არ ვთვლი, თუ ჩემ შვილებს არ ჩავთვლი, ხო? აი მოდი, გვით მოუყევი რა, ანუ ქართული საზოგადოებას როგორ იშოვე, შენი როგორ დააგროვე ქონება და როგორ ფინანსდება შენი პოლიტიკური ესე თქვა. 2014 წლიდან მოყოლებული მე ვიყავი უკრაინაში. ასე ვთქვათ, ინოვაციების და განვითარების ფონდი უკრაინაში გვაქვს არაერთი წარმატებული რეფორმაში მონაწილეობა მიღებული ინიციატორები ვართ, მაგალითად პროზორო, რომელიც ქართული შესყიდვების სისტემის ბაზაზე გაეშვა, ანტიკორუფციული ბიურო, გოტოვო, რომელიც იუსტიციის სახლის ანალოგია და დღესაც დგას. მოქმედია? ყველა მოქმედია, ანტიკორუფციული სასამართლოს კანონპროექტის ავტორი პირადად მე ვარ. ეს თქვენ როგორც კომპანიამ ისე გააკეთეთ ეს პროექტები? ეს არის ინოვაციების და განვითარების ფონდი, რომელიც რეფორმებს ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებში და კი ბატონო ჩვენ კონსულტაციებს უწევთ სხვადასხვა ქვეყნებს იმაში რომ გააკეთონ ეს ამბავი. რაც შეეხება ბლოკჩეინს და კრიპტო მიმართულებას, პირველად ეს მე აღმოვაჩინე 2015 წელს, დაახლოებით 2014 წლის ბოლოს, როდესაც ვეძებდით გადაწყვეტას, რომ აი პროზორო არის რითი განსხვავდება ქართული შესყიდვების სისტემის და რომ კი ბატონო, ბექენდი მოკლედ დეცენტრალიზებული იყო, რო ყოფილიყო და მონოპოლიურად არავის არ ქონოდა ხელს ჩაგდებული, ამისთვის გვინდოდა ვეძებდით ტექნოლოგიას და მაშინ ვიპოვეთ ბლოკჩეინ ტექნოლოგია, რომელიც ძალიან ახალი იყო. დიდი ოფისი ჰქონდა, Reforms Lab-ი და დავიწყეთ კვლევა კიდე რა კეთდება და ერთ-ერთი თემა იყო ზუსტად კრიპტო მიმართულება. პირველი კრიპტო დისკუსია უკრაინაში დაიწყო ჩვენს ოფისში და ჩვენი ოფისი მერე როცა მე ისევ დავბრუნდი ქართულ პოლიტიკაში გადაკეთდა და ბლოკჩეინ ჰაბი იყო ჩვენს ოფისში, რო იცოდეთ, სადაც მე მქონდა ინოვაციების და განვითარების. ეს არის ცნობილი ფაქტი. ზუსტად იმ პერიოდიდან მოყოლებული ვაკვირდებოდი ამას, სადღაც დაახლოებით რამდენიმე ათეული იყო მაშინ თავიდან ბიტკოინის ფასი თუ გაინტერესებთ, მერე სწრაფად წავიდა ზემოთ, მერე ბიტკოინები შეიძინეთ, ანუ ბიტკოინები არა მხოლოდ მე კონსალტინგში მქონდა კონკრეტული შემოსავალი და დღესაც მე პირდაპირ გეტყვით რომ ჩემი შემოსავალი არის მნიშვნელოვანწილად რომ სხვა ქვეყნებში ვცდილობ ასევე კონტრაქტებზე ვიმუშაო. კიდევ ერთი სუსტი წერტილი. მაგალითად ბატონო ბიძინა, ბაჩაშვილი იყო არასწორი არჩევანი. სუსტი წერტილი რატო არის, კაცო, ძლიერი წერტილია და უკაცრავად 2017 წელს, მაგას რატო არ იხსენებთ, რომ 2017 წელს მე რო დავიწყე კამპანია, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული პირველი ქალაქი გავაკეთოთ, მაშინ რომ მოესმინა, ბოდიში ერთ წუთი, მაშინ რომ მოესმინა თბილისის მოსახლეობას, დღეს მარტო კალაძე კი არ იქნებოდა მდიდარი აქ. თქვენ ხვებიც ნახავდით რომ თბილისი და საქართველო იქნებოდა კრიპტო ასე ვთქვათ თქვენ თავს ხო უსმინეთ თქვენ თავს ხო მდიდარი ვარა მე არა ვარ გაჭირვებული ადამიანი შემოსავლიანი ადამიანია დოკუმენტები საჯარო გახადოთ რა დოკუმენტები დეკლარირებული მაქვს პირველივე დღიდან ეს კრიპტო და ეს შემოსავლები კი დეკლარირებული მაქვს ეს ყველაფერი მე არ მევალებოდა დეკლარირებული მაქვს თქვენ დეკლარაცია ჩანს ეს დეკლარაციაში დიახ ჩანს ეს ყველაფერი დეკლარაციაში რამდენი მაქვს როდის შემოვიდა და ასე შემდეგ როდის შევიძინე რა თანხა შევიძინე ყველაფერი ჩანს აი ერთი კითხვაც ამ ნაწილში და მე რო ეგ არ დამედო დეკლარაციაში თქვენ არ გეცოდინებოდა არა ეს თქვენი ინტერვიუ მაქვს მოსვლელი და იქ მოვისმინე საიდან წამოვიდა რომ დეკლარირება გავაკეთე ამის როდესაც პოლიტიკაში დავბრუნდი აქტიურად გავხდი პარლამენტის წევრი კანონით ვალდებულება მქონდა ჩემი
ჩემი შემოსავლების დეკლარირება გავაკეთე. არა, დეკლარაციაში თქვენ დააღწერეთ თანხა რამდენი გაქვთ, თორე ის ფინანსური და ესე ვთქვათ, საიდან არის ის კრიპტო, კი ბატონო, ეს ახლა თქვენ თვითონ უნდა გამოვაქვეყნოთ საფულე როდის საიდან ჩაგერიცხათ, თუ რა თქმა უნდა თქვენ ინტერესია გამჭირვალობა. ეხლა კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო, მისამართს ვერ მოგცემთ. არ გინდა მადლობა. ჩხარტიშვილის თემას აუცილებლად მინდა შევეხოთ, ანუ ესეც ესე ვთქვათ. აი, წარსულში გიწევთ. აი, ერთი აწმოზე უფრო თანხდება, ხელი. აი, ჩხარტიშვილის საკითხი, ჩხარტიშვილის თემა მინდა, აი, დარწმუნებით შეგიძლიათ უთხრათ საზოგადოებას, რომ თქვენ პოლიტიკურ საქმიანობასთან არანაირი შეხება არ აქვს. ანუ ჩხარტიშვილს და არანაირი ზეგავლენა არ აქვს. შემიძლია 100% ვთქვათ, რა ვიცი, სადაც გინდათ ისი დავდორო 100%. ანუ რა ურთიერთობა გაქვთ მასთან? შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო წელიწადი 2 წელი საერთოდ ფიზიკურადაც შეიძლება არ შევხვედრივათ ერთმანეთს. ჩვეულებრივად აი ჯერეთი არასწორად არის გავრცელებული ინფორმაცია. იდეალური ვინ არის ჩხარტიშვილი ჩემი? მოდი ჯერ კითხვას დაგისვა. ვინ არის მანუ ჩხარტიშვილი ჩემი? თქვენი მეუღლის ბიძა როგორც ბიძა. საზოგადოების უმრავლესობას დააჯერესო ჩხარტიშვილი არის ჩემი სიმამრი. არ არის ჩემი სიმამრი, ჩემი სიმამრი არის მერაბ სიჩინავა. რომელიც არის კარგი მეგრელი კაცი, კაცელებში ეგეც სიმამრად ითვლება ძორგმიდა. ეს ძალიან კონკრეტული პასუხი გაქვს. ესე წავიდეთ, მოდი. всё, არა. მოდი, ჩემს ოჯახურ საკითხებზე ხა ამაზე რა კონფლიქტები აქვს, კი გინდა რა, ამაზე არ ვილაპარაკებ. მე ვარ სხვა მხარეს, ის არის სხვა მხარეს. კარგი, მე ეს ასევე იყო თქვენი ესე თქვა ქვისლი თუ ავსები იაპონიის ელჩით თუ რაღაცა, აი ხა ბიზნესთან ესე თქვა რა მათთან რა ურთიერთობა გაქვთ ბატონო? რა ვიცი, აი როგორც შენ გიქნება ურთიერთობა ათესავ ადამიანთან, ხო, როდესაც გაქვს ურთიერთობა. ასეთი ლაკონური, მოკლე და გულახდილი პასუხები თუ წავალთ, კიდევ უკეთესი იქნება, თორე გაგვივა გადაცემის ვადა. არ ვიცი ეს თემა რამდენი, არა ეს ლაკონურ პასუხს მოითხოვს თქვენი აზრით. აი ამ ხელა პოლიტიკური ბექგრაუნდი დაგიგროვდათ და ასე შემდეგ. საბოლოოდ თანამშრომლობთ კოალიციურად ნაციონალურ მოძრაობასთან და იმიტომ გეკითხებით ამას. საბოლოო ჯამში დღევანდელი გადმოსახედიდან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო? ძალიან რთული კითხვაა. აი, მან ძალიან რთულია. მე თუ მკითხავთ, მე კიდე მაინტერესებს, მაგრამ აქ ჩაგეკითხებით, რომ გადახვიდეთ. კი ბატონო. მოაგებინა თუ არა არჩევნები ბიძინა ივანიშვილს. ერთმანეთად მაინტერესებს, ვინ იყვნენ? ყველამ ვიცით, რომ იყვნენ ადამიანები, სააკაშვილი იმას არ უყურებდა საინფორმაციო გამოშვებას მარტო იქიდან არ იგებდა რა ხდებოდა საქართველოში. ხო, ყველამ ვიცით, რომ იყვნენ ადამიანები, ვისაც მასთან კომუნიკაცია ჰქონდა და ვიღაცეების აზრიც ეს იყო, რომ ჯობდა ჩამოსულიყო. თუ შეგიძლიათ მიგვანიშნოს მაინც ვინ იყვნენ ეს ადამიანები და თქვენი აზრიც გითხრათ. არა, მე ხა ეს უამრავი ადამიანია ნაციონალურ მოძრაობაში და ხა ვიღაცას არ უნდა ჩამო. მე ვეტყოდი რომ არ გაერისკა, არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ არ უკითხავს ჩემთვის ეს აზრი. ჩვენ მაშინ ძალიან ესე ვთქვათ არ გქონდა კომუნიკაცია აქტიური, მაგრამ თავარი საკითხი. ნახეთ პოლიტიკოსმა თავის თავზე აიღო რისკი და მე ამ რისკს ვაფასებ. სხვა შორის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ერთ-ერთი დავამთავრებ რა. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მე კოალიციური თანამშრომლობაზე წავედი ნაციონალურ მოძრაობაში, ამასაც ღიად ვიტყვი, არის ის რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და მე ვფიქრობ რომ ეს ფურცელი უნდა გადავფუძო და ის გასათავისუფლებელია საპატიმრო დაწესებულებიდან. ეხლა მეორე საკითხი თქვენ კითხვა დამისვით არჩევნებს მოეხმარა თუ არ მოეხმარა მისი ჩამოსვლა ხო იმ კონკრეტულ შემთხვევაში. ყველაფერი სპეკულაციური ხა რაც არ უნდა ვთქვა სხვა ვარიანტში რა მოხდებოდა, მაგრამ აი მე სხვა ვერსიას ვიტყვი რომ მიხეილ სააკაშვილი რო ვერ დაეკავებიათ პარასკევ დღეს, როცა შაბათს იყო არჩევნები, ხო? ჩემი აზრით ოპოზიცია მეორე ტურში მოიგებდა რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი გარდაქმნა მოხდა რაღაც მომენტში, ამას ხო პოლიტიკა არ არის მხოლოდ რაღაც ამას გრძნობ რაღაცა ასე ვთქვათ, ქიმიურ დონეზე გრძნობ მიმოცვლას ჰაერში რა ტრიალებს, ხო ესეც არის, არა? მაინც ბუას როლი ითამაშა. არა, ჩემი აზრით, რომ არ დაეჭირათ, ის ითამაშებდა ძლიერის როლს და საქართველოში არის დიდი ნაწილი ადამიანების, რომელიც ძლიერს აძლევს მხარს, უჭერს მხარს და ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ნამდვილად გაიმარჯვებდა ჩემი აზრით. რომ დაიჭირეს იმ დღეს და მოახერხეს მისი დაკავება, ამან დაასუსტა პირდაპირ გეუბნებით მისი პოზიციები და აქედან გამომდინარე ოპოზიციამ საქართველოს უმეტესი საქართველოს
საქართველოს უმეტესი მოსახლეობა არ დაგეთახმება იმაში, რომ სააკაშვილი უნდა განთავისუფლდეს და ზუსტად ეს აცდენები. აი ხა კვლევებს რომ მეუბნები, ის კვლევა ამოიღო 60% ამბობს რომ უნდა განთავისუფლდეს. როგორ ხა საიდან ამბობს რომ არ დამეთახოს თუ არა ეს უნდა გადაწყვიტოს მიუკერძოებელმა რო თქვა რომ ჩემს ერთი აი წინაზეც იყო რომ თქვა ესეთი რამ რომ ჩემს გარშემო რა ადამიანებიც არის უმეტესობა არ დაგეთახმება გავიგებდი მაგრამ ყველა სოციოლოგია რაც ბოლო 4 წლის მანძილზე ჩატარებულა 3 წლის რაც მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი არის საპატიმრო დაწესებულებაში ყველა აბსოლუტურად უმრავლესობა ყველა სოციოლოგიაში ამბობს რომ ხარს უჭერს მის გათავისუფლებას 60%-ზე იყო არჩევნების წინ მაგალითად ეს მონაცემი მაგალითად ჩვენ არ უნდა ვიდაოთ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს თუ არა ეს უნდა გადაწყვიტოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოება სასამართლო ეხლა არ გვინდა მე რა კითხვა მაგ კიდე ასე ჩაიკითხებით თქვენი აზრით აი მეც ახლა კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ თქვი და მაგ ჩემი აზრი მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს იმედი იყო თუ არ ვშტები ერთადერთი ტელევიზია რომელმაც ბოლო პროცესი მისი გადასცა პირდაპირ ეთერში რატო ხო რა ჭირდება თავად ყველა პროცესი თითქმის პირდაპირ რატო რა შეადგება იმიტომ რომ კომპლექსი ნაციონალური მოძრაობის გააღრმავს ერთი წამი მათ დამამთავრებინეთ მოდი მოკლედ გეტყვი იმიტომ რომ ერთიანობა არ შედგეს აქეთ მხარეს რომ კომპლექსი ნაციონალური მოძრაობის და მიშასი გააღრმავოს რომ ერთიანობაზე უარი ათქმევინოს გარკვეულ ადამიანებს კიდე ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს ცოტა ვრცელი ახსნა უნდა გავუკეთო ჩვენი მაყურებისთვის თქვენ თავიდან რომ მიხვდებით რას გეკითხებით მოკლედ არის სხვადასხვანაირი პოლიტიკოსები არის უკვე ოპოზიციურ სპექტრზე შეგვიძლია ვთქვათ იყო პერიოდი როდესაც ოპოზიციური სპექტრი არც თუ ისე მრავალფეროვანი იყო ახლა პრინციპში შეიძლება ვთქვათ რომ უკვე მრავალფეროვანი აი პირობითად ჩემი შეფასებებია ხარ რასაც ვიტყვი ზურა ჯაფარიძის ვინ უჭერს მხარს რო ვთქვათ ზურა ჯაფარიძეს უჭერენ მხარს ძირითადად უფრო ახალგაზრდები ადამიანები რომლებისთვისაც მთავარი ფასებულობა არის თავისუფლება სისტემასთან შეუგუებლობა მათ შორის ესეთი რადიკალური მეთოდებით ცოტა კრეატივით და ასე შემდეგ აი გიორგი ახარიას პირობითად უჭერენ მხარს ძირითადად ჩემი დაკვირვებით შუახნის ადამიანები რომლებისთვისაც მათ შორის ზოგს კომპლექსი აქვს რომელიც ვახსენეთ რომ ნაციონალობასთან არ უნდა იყოს მოძრაობასთან აფილირებული ასევე არ მოსწონთ ქართული ოცნება და თან უნდა ასხივებდეს მათი აზრით ლიდერი რაღაცა ძალას და პრინციპულობას და ზოგჯერ გიორგი ვაშაძეს როგორი ხალხი უჭერს? კი, მე გეტყვით. მაკლევი მაქვს ეს ზუსტად ვიცი დაახლოებით ის ჯგუფი. ეს არის საშუალო ასაკის და ზემოთ ადამიანები, რომლებიც არიან გარკვეულწილად მცირე და საშუალო ბიზნესში, ანუ შემოსავლიანი ადამიანები, რომლებსაც აქვთ, რომელსაც სჯერათ რომ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ამბიციური რეფორმების განრიგი, სწრაფად გავითარდეს საკითხები, რომლებიც აკავშირებენ ჩემს წარსულს იუსტიციის სახლთან, ფიქრობენ რომ ეს ამ ტიპის ინოვაციები შეუძლია საქართველოს ბევრი გააკეთოს და მხარს უჭერს მსგავსად ბევრი ადამიანი ამაში არ გეთახმება და იძახიან რომ იწებებთ ამ ნაწილს და მაგაზეც რო გითხრათ ორი ზუკერბერგზე გამიგია რომ იმან Facebook-ის და თქვენ იუსტიციის სახლის იდეა მიიწევს ჩემი ისტორია რო გითხრათ 2005 წელს კონკურსით დავიწყე მუშაობა ანუ გუნდური იყო უფრო ეს მიღწევა ვიდრე კონკრეტულად ვაშაძესო. გუნდს ჭირდება ლიდერი ყოველთვის, რა თქმა უნდა, გუნდური იყო, მაგრამ გუნდი ლიდერის გარეშე არ არსებობს, ხო? ჩემი რეფორმები არ დაწყებულა იუსტიციის სახლიდან. ჩემი რეფორმები დაიწყო ჩუღურეთის საპასპორტოდან, სადაც 2005 წელს კონკურსით დავიწყე მუშაობა და პირველ შაბათ-კვირას ჩემი ხელით დავალაგე მთელი არქივი, გადავალაგე ახალი სტანდარტი შევქმნი თუ გინდაც ამის. პირველ შაბათ-კვირას პირველი სამსახური იყო ჩემი ხელით დაბეჭდილი ინსტრუქციები რომ ინტერპრეტაციები არ მოხდარიყო პასპორტის პირადობის გაცემის დროს გამოვკიდე კედელზე ჩემს მიერ არის დატრენინგებული მათ შორის ამ ახალი ინსტრუქციები მთელი საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო რეესტრის ყველა თანამშრომელი პასპორტის გაცემა რომელიც პრობლემა იყო რომ ჩამოვიყვანეთ ასე ვთქვათ 15 წუთამდე დავიყვანეთ მესიჯი რომ მოგდიოდა პირველად დიახ ჩვენი გუნდის მიერ არის გაკეთებული ამ ყველაფერს ხშირად გახსენებენ პირადობის მოწყობებით აყალბებდნენო ნაცებიო არჩევნებსო მაგასაც გაბრალებს მაგაზეც გიპასუხებ ძალიან სწრაფად მაგის მტკიცებულება რო ქონოდათ მე ხო ციხეში ვიქნებოდი დღეს რა თქმა უნდა ესე იგი არ აქვს ამის მტკიცებულება და ყალბია თუმცა არსებობს მოსაზრება რომ თანამშრომლობს ხარდიშობა და შეიძლება ეს იყოს ესე ვთქვათ ერთგვარი თქვენი ძალიან შეთქმულების თეორიებში ნუ წავად იმიტომ რომ ძალიან ძიმე პოზიციონირება მაქვს მე მათთან მიმართებაში და ეხა ფიზიკურ ჩუბამდე იყო მისული ჩემი და ქართული ოცნების მუშაობა და ეხა ის არ თქვათ რომ ესო დადგეზო რომ ფიზიკურად ეჭყობა მიხეილ სააკაშვილმა როცა თქვენ წახვედით ესე ვთქვათ 2016 წელს პარტიიდან განაცხადა რომ თქვენ ბიზნეს თამაშობდით ბიზნეს თამაშობდით და დაასუსტეთ მაშინელი ოპოზიცია როგორ ფიქრობთ თქვენ ეხლა დაბრუნების შემთხვევაში მართლა დაასუსტეთ ოპოზიცია მოდი დავხვდივართ თემიდან თემაზე ჯერ ერთი თემა დავამთავროთ არა ჯერ მე წინა თემა უნდა დავამთავრო
კი და მე ამ თემაზეც მივალ რა. წინას თემა რო დავამთავროთ რა. იუსტიციის სახლს. დღეს რასაც ხედავთ თქვენ იუსტიციის სახლს. შიგნით ხო? აი მაგალითად გეტყვით რა. ერთ-ერთ მაგალითს გეტყვით და მოგიყვებით როგორ მუშაობდით რა. აი მაგალითად პასპორტს რო იღებ და იქ ამოდის ესე პასპორტი და პირადობის მოწყობა სწრაფად ხო? ეს ყველაფერი მოდის მეორე სართულიდან. ეს სისტემა საიდან არის თუ იცით? ავსტრიაში ვიყავი ერთ-ერთი ასე ვთქვათ მივლინების დროს და შემთხვევით აფთიაქში დავინახეთ, დააკვირდებით სხვა ქვეყნებში, აფთიაქში დავინახე რომ წამალი რო შეუკვეთე, უცებ გვერდზე ამოვარდა რაღაც ასე ვთქვათ ბანკა, რომელსაც მოხსნა თავი ამ ასე ვთქვათ ფარმაცევტმა და მომცა იქიდან წამალი, ხო? დამაინტერესა ეს რა სისტემა იყო? ეს იყო მიწისქვეშა სისტემა, რომელიც ქვემოდან ზემოთ ატარებდა ასე ვთქვათ ვაკუუმში არ მივდივარ ჩორს. არა. რა დეტალებში არა, ერთი წუთი, არა, კი არ ვამტკიცებ, ვამბობ რომ იმ დონის დეტალებზე არის ჩემს მიერ გავლილი ამ სისტემაში ყველა პოლიტიკური მხარდაჭერა, მე იუსტიციის სახლი პროექტის, ასე ვთქვათ, რეალიზება გუნდთან ერთად მოვახდინე, მას შემდეგ რაც სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, ოღონდ ადეიშვილის მოადგილე ვიყავი 2010-11 წლებში, მქონდა პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ ეს გამეკეთებინა. ერთი ადამიანი მეუბნება, რომ აუ გიორგი შეგვეშვი რა, თორე ეხა მაკდონალდსივით ფანჯრიდან დავიწყებთ, როგორც ბურგერებს გაცემენ, პასპორტების გაცემასო რა. წავიდა ეს დღე დამთავრდა, მეორე დღეს ვეღარ მოვიფიქრეთ ახალი იდეა რა, გვინდა რომ რაღაც ახალი მოვიფიქროთ და ლანჩზე ვზივართ რა და ვამბობ რომ ისე მოიცეკეთ შე რო თქვი რომ პასპორტების გაცემა რატომაც არ შეიძლება რომ გავცეთ და მე თუ პასპორტების გაცემა შეიძლება რატო შეიძლება რომ just cafe გავაკეთოთ რომ ადამიანი მივიდეს კაფეში ნეტა ეგეთი იდეებით როდესაც გვინდა ბატონო გიორგი ესეთი კრეატივი არ მისმენთ თორე მოგცემ გადასარჩენებზე ადეიშვილი რო ადინარიყო მართლა კაი ჯანსტრაი ადეიშვილი ეხლა დაიწყეთ თავიდან გეხოცე არა სააკაშვილზე გვიპასუხეთ სააკაშვილის გაცხადებაზე და გადავიდეთ მომავალზე თუ შეიძლება დაასუსტეთ თუ არა ოპოზიცია 2016 წელს ვინც სამოქალაქო რეესში მუშაობდა ყველა თანამშრომელმა იცის რომ ჩემი ხელით სადაც თული ადგილი იყო მე თვითონ მაგალითი რომ მეჩვენებინა მივდიოდი მაგალითს გეტყვი თბილისის არქივი იყო ძალიან მოსაწესრიგებელი და რთული ვითარება იყო და შევდიოდი თანამშრომლებთან ერთად მათთან ერთად მუშაობდი რომ ყველას ენახა რომ უბრალოდ დავალებას კი არ გავცემდი სათითაოდ ყველა საქმე მათ ჩემი ხელით დაგიჭერეთ ისე გულწრფელად ყვებით მაგნაცეს რომ შეგიძლიათ პროგრამულ ზრუნვაზე გეტყვით როგორ დავწერთ აუ ყველაზე მაგარი ომი რო იყო 2008 წელს ომი რომ იყო ხო 12 საათში დავწერეთ პროგრამა რომლითაც 135,000 დევნილი დავარეგისტრირეთ. თითოეულ დევნილზე ჰუმანიტარული დახმარება გვეხმარებოდით დევნილთა და განსახლების სამისოს, იმიტომ რომ მას უნდა მოეძდა ჰუმანიტარული დახმარება. სად განსახლდა, სად ცხოვრობდა, რა პირობები ჰქონდა, ვის ლოგინი აქვს, ფანჯარა ჰქონდა, საჭმელი და ეს პროგრამა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, მაგალითად ეს გავაკეთეთ სამოქალაქო რეესტრის ბაზაზე, მაშინ იუსტიციის სახლები არ იყო, ხო? შეგიძლიათ ამოიღოთ მასალები რა, ხშირად სად იყავი 2008 წელს და ყოველ დღე ინსტრუქციებს ვაძლევდით ხალხს, როგორ უნდა დარეგისტრებულიყო, როგორ უნდა მიიღოთ ჰუმანიტარული დახმარება, ერთი წამით არ გამოსულა ოფისიდან, ერთი წამითაც კი და პირველი ვიყავით, სანამ რუსის ტანკი არ იყო ბოლომდე გასული, რომ ჩავედით და გორში აღვადგინეთ სამოქალაქო რეესტრის მუშაობა დავიწყეთ ჩვეულებრივად მუშაობა ხალხისთვის გვეჩვენებინა რომ შვიდდება სიტუაცია პირველ ვიყავ მე თვითონ ჩემს თანამდებობასთან ერთად მაგალითად რო გითხრათ ამას რატო ყვები ეს кейსი არა ეს кейსი რომ იცოდეთ აი ხა რაც გითხარით ეს кейსი საერთაშორისო ტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა წაიღო როგორც кейსი და სხვა ქვეყნებში, როდესაც სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება სტიქიური უბედურებების დროს, ან საომარი ვითარების დროს არის საჭირო, მიაქვთ და ამ პროგრამას როგორც кейს ისე აჩვენებენ დღესაც, მათ შორის ჰაიტკიც კი წაიღეს. ანუ გავიგე ეს კარგი იდეები რო გქონიათ რეალიზებული პროექტები. ბიომეტრიული პასპორტები რაც გიდებთ, ID ბარათები, რომელიც ვერ გამოიყენეს, ID ბარათი, რომელიც ორმაგი ინტერფეისის ჩიპით არის, რომელიც არ გამოიყენეს. ნახეთ, აღარ დაგასტით, გავიგეთ. ეს რატო არის? ოსტატურად ცდილობს სააკაშვილის კითხვას არიდოს პასუხი და მე ხარ სააკაშვილზე, არა. ჩვენ იმიტომ რომ მომიშლეთ, ნახეთ, აი, არა, გეტყვით ეს რა. 40 წუთია, ჩვენ 50 წუთია ინტერვიუ გვაქვს და დაახლოებით თუ შევავთარებთ, ხო?
2/3-ზე მეტი და უფრო მეტიც კიდე ასე ვთქვათ, ვისაუბრეთ წარსულზე სააკაშვილზე. ახლა მითხარით სააკაშვილზე რა კითხვა გაქვს და გიპასუხეთ. კონკრეტული კითხვა იყო ესეთი, რომ სააკაშვილმა და ესე ვთქვათ დაგადანაშაულად ოპოზიციის დასუსტებაში და ბიძინა ივანიშვილის თამაშობს სოთქვა რეალურად დაასუსტეთ თუ არა. მე მაქვს მაგას პასუხი. სააკაშვილი იყო გაბრაზებული და თქვა გაბრაზებულზე რას თქვა. კი, ოღონდ არ უთქვამს ივანიშვილს, მას ესეც თქვა იყო. ბნელ მხარეს გადავდა და რატო გააკეთა ეს? იმიტომ რომ ხო და ჩვენი რეიტინგი მაშინ სერიოზულად იზრდებოდა სხვათა შორის და ეს განხეთქილება რომელიც მაშინ მოხდა, ჩემს გამო არ მომხდარა. ესეც მინდა რომ იცოდეთ რა. ეს განხეთქილება მოხდა ზუსტად იქედან გამომდინარე რომ მე ვიყავ ისევ მეტი ერთიანობის მომხრე. მიხვდით რომ ვამბობდი რომ 2018 წელს სხვებთან 2018 წელს რომ ჩვენ შევქმნით გაერთიანებული ოპოზიცია ძალაერთობაშია, რომელმაც 40% დადო პირველ ტურში, ხო? მე ვამბობდი რომ ამას ჭირდება შემდგომი გამარჯვება. 2 წელი მქონდა ამაზე კამათი. იმისათვის რომ ამაზე კიდე უფრო მეტი დააშენო. თუ შენ ამას დააკლებ, თუ შენ ამას გაერთიანებული ოპოზიციის ნაციის ნაცვლად მხოლოდ ნაცმოძრაობას უწოდებ, მაშინ ეს დასუსტდება და იმ ხმასაც ვერ აიღებს, რაც აიღო მაშინ. ამაზე იყო მთელი დისკუსია შიგნით, რაზეც სამწუხაროდ ვერ შევთანხმდით, იმით და მიშა არ არის ადამიანი, რომელსაც უყვარს შეწინააღმდეგება. ეს ხო ვიცით? შევეწინააღმდეგო იძახის თუ დაუჯერებთ, გაბრას დავიწყო მეწინააღმდეგება, ესე იგი ბიზნეს კაცია. გადაწყვეტილებებს სააკაშვილი პარტიაში. ჩემთან ვერ მიიღებს ვერაფერ კოალიციაში ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ნაციონალურ მოძრაობაში რა გადაწყვეტილებას იღებს, ეს ნაციონალურ მოძრაობას დაუსვით კითხვა. მე მაქვს ესეთი კითხვა რა, გეგმებს რო ახსენებე და ჩემი აზრით ეს არის ცალსახად პოლიტიკური სპექტრის გასაკეთებელი და რას გულისხმობ. მე კარგად დღემდე ვერ წარმოვიდგინე, როგორ უნდა მოხდეს ისეთი რეალობის შექმნა, რომელშიც თუნდაც იმ ვადამდელ არჩევნებს ექნება აზრი. აი პირობითად, ვამბობთ რომ CS:GO უნდა ერთ-ერთი კომპონენტია, რომ CS:GO უნდა ეს ხო არ ხდება რომ გამოვიდნენ ოთახებიდან, ჩვენები შევიდნენ თუ სხვები შევიდნენ. იქ არის სასამართლო სისტემის პრობლემა, ხო? ესე ხო არ ხდება რომ მოსამართლეობა გაიხადეს მანტიების სახით წავიდნენ სხვები მოვიდნენ. ანუ ეს ნაბიჯ თუნდაც იურიდიულად როგორ გაკეთდეს. ხო? ამის გეგმა არის პირველ რიგში დასტები, რაც ჩემი აზრით, ეხა იურიდიულად ანუ სამართლებრივად როგორ უნდა გაკეთდეს, რომ შეიცვალოს ეს გარემო, სად შეიძლება ვნახო ეხა რომ შევიდე ეგ დოკუმენტი? არ ვიცი ეხა გამოვაქვეყნეთ თუ არა, მაგრამ ჩემი აზრით ეხა ძალიან ტექნიკური დეტალებში რო წავიდეთ, რომ CS:GO როგორ უნდა შეიცვალოს და ასე შემდეგ. ორი ვერსია გვაქვს გამზადებული. არა, მე გეტყვით. თქვათ ნიშნავს ვადამდელს ბიძინა რა. ნიშნავს და აი როგორი უნდა იყოს ის გარემო, რასაც ჩვენ ვამბობთ რომ ჯანსაღი უნდა იყოს. ვადამდელი ახალი არჩევნები უბრალოდ რომ დაინიშნება ამისთვის ჩვენ გამზადებული გვაქვს წინასწარ შეთანხმებული დოკუმენტი ყველა პოლიტიკურ აქტორს შორის, რომელიც არის ორი ვერსიისგან შედგება. ერთი ეს არის თუ საკანონმდებლო ცვლილებების შესაძლებლობა მოგვეცა, უფრო ფართო ცვლილებებია და მეორე ვერსია დამუშავებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს. საინტერესო, იქნებ საჯარო გახადოთ ეგ. გეტყვით ახლა რატო არ გამოვაქვეყნეთ, მეც არ ვიყავი მომხრე ამ დოკუმენტის გამოქვეყნების რატო? იმიტომ რომ ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეხა ტექნიკურ დეტალებზე უნდა გადაერთოს ადამიანების დისკუსია, იმიტომ რომ პროპაგანდა ხო როგორ მუშაობს? ამოიღებს რაღაცა ამ დოკუმენტში, ამოიღებს ერთ ნაწილს. აი თანამშრომლობის მომხრე არის, იმიტომ რომ უმრავლესობა ჭირდებათ და რაღაცა ხო. ხო და მე ამას ააგებს და მე მოვა ჩვენთან ვიღაცა სხვანაირად იტყვის და შოუს დგავს. მიხვდით? არ მინდა შოუს დასადგმელად, მაგრამ თუ პირადად ასე ვთქვათ, გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, დავსხდეთ, წავიკითხოთ, გაჩვენებთ ყველაფერს რა. ცოტნე კობერიძესაც ვკითხეთ სხვათა შორის და ესეთ ღია დიალოგი ქონდა ამაზე. როგორ უნდა მივიყვანოთ ოცნება? ხო ეგ არის ხა ჩვენ შორის ჩელენჯი, რომ როგორ უნდა მივიყვანოთ მაგას დაკომოდე. ამისთვის უნდა ეშინოდეს. ცოტა ვთქვი, პირო, ანუ ისე უნდა შეაშინოთ, ხო? ესე იგი, კონცეფტით, რომ ოღონდ არ დაგვამხოთ თავზე ყველაფერი და გაძლევთ ყველაფერსო და ახლა ამ ეტაპზე გასაგებია რომ ზეწოლა, გასაგებია რომ ყოველდღე აქციება, გასაგებია რომ არ ლეგიტიმურად გამოაცხადეს ფაქტობრივად კი არა და არავინ არ ხვდება და ასე შემდეგ, მაგრამ ამ წუთას თითქოს არა აქვს მაინც ის დისკომფორტი, რომელიც მაგას გააკეთებია. პირველი მეც დავამატებდი ამ კითხვას, ესე ვთქვათ. ანუ უმნიშვნელოვანესია ჩვენი ესე ვთქვათ ჰეროდე ივანიშვილის პატიმრების გამოხსნა და ამასთან ერთად როგორ ხედავთ, ანუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიხსნათ პატიმრები. გეტყვით, მოკლედ პირველი, რასაც აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა, რომ იქეთა მხარეს ასე მარტივად სიტუაცია არ არის, უბრალოდ მთელი მათი პროპაგანდა აგებულია იმაზე რომ ხო არ გვეშინია ნახეთ როდეს ეგრეთ წოდებული ფლადინგის სტრატეგიით მოდიან რა არის ფლადინგის დატბორვის სტრატეგია რა რომ ბევრი გიჟური გასროლა ერთად რომ
ასე ვთქვათ, ერთი მხრივ საკუთარი ძალა აჩვენოს და მეორე მხრივ დავდგუნოს ჩვენ. აი გაიხსენეთ თებერვლის დასაწყისი 5,000 ლარიანი ჯარიმების შემოღება, 8 ადამიანის დაკავება მულთან პროტესტის დროს. ოღონდ არა, ნახეთ, ოღონდ თავარი იქ შეეცადნენ რომ დღის წესრიგი ამაზე გადაეტანათ და ყველაფერი ანუ 5-8-7 გასვლა გააკეთეს ერთად და ყველა შოქში ჩავარდა, ვაიმე, რა ხდება? ამაზე არაფერი არ მიჭირს. ეხლა ყველას დაგვიჭერენ. მიხვდით, რატო? იმიტომ რომ ამით აკეთებს რომ თავისი მყიფე ის რაც აქვს ერთიანობა შიგნით გუნდში, ხო, რომელიც უწუწუნებს, მეუღლე ეწუწუნება მეუღლეს, რომ ბიჭო, კაი, ხა უვისოთ თუ გამიუქმეს და იქვე თუ პარიზში თუ ვერ წავედი, ხა რა თმინდა ეს შენი პარლამენტარობა. ბოლოს და ბოლოს იქ ვიღაცა არა, ერთი წამი ამას სიტუაციას ანალიზებდა. რუსეთში სანქციებმა პუტინის გარემოცვის, ესე ვთქვათ, პირიქით შეკრა. ხო და მაგრამ მომისმინეთ, ეგ შეკრა არის ყოველთვის დროებითი. მიხვდით? ანუ კიდევ ჯერ დავამთავრებ, მოდი ასე ჩამოვაყალიბებ. ნახეთ, მისი ამოცანა არის, რომ დაგდგუნოს ჩვენ, ფრუსტრაცია გამოიწვევს, რომ არაფერი არ გამოდის მათზე და ძალა აჩვენოს და ერთიანობა შეინარჩუნოს და რისთვის? თუ ჩვენ აქეთ ამ ხარე ჩამოვიშლებით და ჩვენს რეზისტენსს არ გავაგრძელებთ და ვიღაც დაიწყებს რომ აზრი არ აქვს, დავიწყოთ თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან, ხო? აზრი არ აქვს, რა ვიცი, ხა, გადავიხვეწოთ ამ ქვეყნიდან. აზრი არ აქვს, პროტესტი აღარ დავგეგმოთ. აზრი არ აქვს, უცხოეთში სიარულს და აღარ ველაპარაკოთ, რომ სანქციები დაადონ. ყისიერად გამზადებულია ქართული ოცნება, რომ ჩავიდეს ბრიუსელში და უთხრეს მოვამთავრე ყველაფერი. ნოვასრულდა მელაპარაკეთ. ამიტომ ნახეთ, აქედან გამომდინარე, რა არის ნომერ პირველი ამოცანა ჩვენი, რა? რეზისტენსის, ანუ წინააღმდეგობის შენარჩუნება. მე მაქვს შეკითხვა. წინააღმდეგობა გავაგრძელდება ეს უსასრულო ეს სიტუაცია. არა, ერთი წუთი გეტყვით. იქნებ ეს გააგრძელოს. არა, ნახეთ, პირველი რა არის ჩვენი ამოცანა და რატო ვერ გაგრძელდება უსოს? პირველი არის წინააღმდეგობა შიგნით, წინააღმდეგობა გარეთ. ეს ხაზი შენარჩუნდეს, რყევა არ იყოს ჩვენ ხაზში და ყოველთვის ესეა, ან ერთ მხარეს ირღვევა ფრონტი, ან მეორე მხარეს. რაც უფრო ჩვენ ახლა შევინარჩუნებთ ამ წინააღმდეგობას, გადავსდით ამას უფრო სისტემურ მუშაობაში და ამაზე შეგიძლია დინამიკას რო უყურებთ, ჩვენ ვიგებთ მაკუთხით თვითონ? კი, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ მოვიგოთ ვიცი, მაგრამ ამ წუთას დინამიკას რო უყურებთ. ახლა მოდი ღიად ვთქვათ რა, რომ ევროპის პოზიცია არის ფორმირებული. აი ახლა ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე პირველად საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაიწყეს საუბარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების, რომ ახალი არჩევნებია გამოსავალი. ღიად ვთქვათ, ქართული ოცნებაც და გარკვეულწილად საზოგადოებაც, რომელიც არის მათ გარშემო, ეხელდება ამერიკის პოზიციას. რა იქნება ახალი პოზიცია ამერიკის მხრიდან? თუ ამერიკის მხრიდან მყარი პოზიცია შენარჩუნდა, რაც იყო, ასე ვთქვათ, თუ დაკიდა ეს ლეგიტიმურობა, ტრამპი როდის მოიცდის ჩვენთვის? არა, ნახეთ, 27-ში მეგობარი აქტის განხილვას, ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ მეგობარი აქტის რომ მიიღონ რა? არა, ნახეთ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, არა, ნახეთ, გეტყვით. ეს ნიშნავს პოლიტიკის ფორმირებას, ანუ გარკვეულწილად რა მონახაზია საქართველოსთან მიმართებაში მიდგომა და ეხლა ტრამპზე მივიდეთ, ხო? ტრამპი არის შეთანხმებების ადამიანი. ხო? ტრამპი არ არის დაპირისპირების ბიზნესას. ხო, ანუ ნახეთ, ტრამპმა რა შეიძლება თქვას, რომ ხო ვერ იტყვის ეხლა, რომ გაჟლიტა ეს მოსახლეობის 60% ვინც შიგნით ხავს და დარჩი მარტო ბიძინა ამ ქვეყანაში. ხო ვერ იტყვის არა? ვერც იმას იტყვის, რომ ეს პარტიები გააუქმეს უყველა ბიძინა, რაც გინდა ის ქენი და მიხედე შესაძლოა. იტყვის რომ არა, ერთი წუთით რა 2012 წელს ეხა იმ ხელა ხარდაჭერები იყო. ერთი წუთი დავამთავრე. ეხოცები, ნუ გადავხტები. დამამთავრებია. აზრი თუ არ დამამთავრებია. შეიძლება ამერიკის ხარდაჭერა არ ქონდეს, უნდა გავაჩეროთ ბრძოლა? ბაბას გეკითხებით. არა მეთქი. მე გეუბნები ერთ-ერთ მოცემულობას, რომელსაც ელოდება, ხო? იქეთ ამ მხარეს, აქეთ ამ მხარეს. ნახეთ, დავსხედით მაგიდასთან. ტრამპის ადმინისტრაციამ, რუბიომ, მაკრონმა თუ ბრიტანეთში ვიყავი ჩასული და ასე ვთქვათ, სტარმერმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა შეიძლება თქვას, რომ უნდა შეთანხმდეთ, ხო? ორი მხარეა. უნდა შეთანხმდეთ. ახლა ნახეთ კი. ნახეთ ახლა მთავარი საკითხი სად არის? ჩვენი მხრიდან დათმობის ხაზი რომელიც მას ენდომებოდა რომ პარლამენტში შევსულიყავით და გვიარებინა იყოს გამოუშვებადებს და გაჩერდეს. არა, ნახეთ, მომისმინეთ, აი დავამთავრებინეთ რა. ჩვენი მხრიდან არა მეთქი დათმობის ხაზი აღარ არსებობს თქო, ბიჭო, გავაუქმეთ ეს დავამთავრებიეთ რა. გავაუქმეთ მანდატები. შესაბამისად, ამ რეალობაში რამე გარდაქმნა რომ მოხდეს არალეგიტიმურობიდან ლეგიტიმურობისკენ, პარლამენტი უნდა იყოს ქმედითი. პარლამენტი ქმედითი ვეღარ იქნება. იმიტომ რომ ამ პარლამენტს
აღიარების რესურსი აღარ აქვს, იმიტომ რომ ლეგიტიმური ვეღარ იქნება, იმიტომ რომ ამ პარლამენტს აღიარების რესურსი აღარ აქვს, იმიტომ რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციის რესურსი არ აქვს, იმიტომ რომ მე და სხვა დეპუტატებმა უარი თქვეს მანდატზე და ეს მანდატი შეწყვეტილია დღეის მდგომარეობით. მივხვდით? შესაბამისად იმ პოტენციური მოლაპარაკებისთვის, იმ პოტენციური იმისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია უკვე ამით გვაქვს ნაჩვენები, მივხვდით? ანუ დედლოკი გავაკეთეთ უკანა მხარეს, ეს არის ტაქტიკური სვლა, რომ მკვდარი წერტილი გავაკეთეთ. რა? დავნიშნავ არჩევნებს, ოღონდ ეხლა CSKO-ები და SUS-ზე თქვენი გიორგი ვაშაძე დავნიშნოთ, SUS უბრალოდ ეგენი არ დამიწყო. აქ შემოდის გეტყვით. აქ შემოდის კი ბატონო, აქ შემოდის მყისიერად ეუთოუდერის დასკვნა ამ არჩევნებზე, რომელიც ამსო ამ ვითარებაში ამ ერთი წუთით, ხო და მაგას გეუბნები, როცა უნდა მოელაპარაკო, უნდა მოლაპარაკება და შეთანხმება ყოველთვის არის, რომ ძირითადად საკითხი არის არჩევნები, პატიმრების განთავისუფლება, თამდევი საკითხი. საარჩევნო გარემო, ხო? ასე ჩვენ პოზიცია, ამიტომ გვაქვს ის დოკუმენტი გამზადებული. არ ხდება ასე მოლაპარაკება, რომ ეს ნაწილი გადავაგდოთ, იმიტომ რომ ევროპისთვის მნიშვნელოვანი არის დემოკრატიული პრინციპები, არჩევნების სტანდარტები და იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს, მარტო არჩევნების დანიშვნას კი არ ვაყენებ ჩვენ. დოკუმენტთა, რომელიც ჯერ საჯაროდ გავიგე რატო არ გახადეთ, მაგრამ მაინც მოგიწევთ როდესღაც. არა, ხო და კი, ოღონდ მივიდეთ აქამდე. თუ არ მივედით აქამდე, ანუ მე რას გეუბნებით, იცით რომ ჩვენ ის ნაბიჯები, რაც გადადგმული გვაქვს, იმ გამოცდილებიდანაც გადადგმული, რაც გავიარეთ წარსულში, ხო? და ჩაბეტონებული გვაქვს გარკვეული მყარი წერტილები, რომელსაც ვეღარ შეეხება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვერავინ ვერ მეტყვის, რომ გახარიას მაგიტო არ ვეთანხმები, მე რომ მანდატი უნდა შეინარჩუნოს. მაგრამ მეორე ნაწილი ვიცი, რომ მარტო მხოლოდ ამაში რომ ეთამაშა და წამოიყვანა მოლაპარაკებები. არა, ნახეთ, მაშინ მოლაპარაკების მაგიდაზე მეორე მხარე დაგიდებს თავარ საკითხს რა. შენ ერთ-ერთი რამე გიჭირავს ხელში. შემოდის პარლამენტში და გამოუშვე ბავშვებს. და ამაზე დღეს რომ მე მანდატი არ მქონდეს ჩემი შეწყვეტილი, ამაზე მომაწვებოდა მე რაღაც მომენტში შეიძლება პარტნიორებიც. მივხვდით, იმიტომ რომ მათთვის ის კი არ არის, მათთვის ამოცანა არის რომ რაღაცნაირად დასტაბილურდეს სიტუაცია და იქნებ მე რაღაცა მოხდეს და შეიცვალოს. სტაბილიზაციის გზა პარლამენტის აღიარებაზე აღარ გადის, იმიტომ რომ კონსტიტუციური ჩარჩო არ არის. როგორ ხედავთ მაშინ გაგრძელებას, ყოების განთავისუფლებას და ზუსტად აი მყარი ერთიანი წინააღმდეგობის პოზიციის შენარჩუნება. ეხლა მეორე საკითხი, ჩვენ ვერ ვიმუშავეთ, ხო? პირველი საგარეო ასპარეზზე გაზრდა წნეხის რაშიც მე ვგულისხმობ, რომ ეს ახალი არჩევნების მოთხოვნა უნდა გახდეს სტანდარტი ყველა ქვეყანაში, ვინც საქართველოზე რამეს ამბობს და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. მეორე, სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება, რაც კიდევ ერთხელ ბევრგან მithქვამს და არ არის ჩემი ამბავი. არის ამის პირველი ეტაპი. საგარეო ასპარეზზე მე შემიძლია არის პრეზიდენტის კოორდინაცია არის პირველი ეტაპი და 31 მარტს არის ბოლოს თქვენი შანსი, რომ საზოგადოებას აი მაგაზეც ხო და ვერ ვილაპარაკეთ, კი, პირველი რომ საგარეო ასპარეზზე ნამდვილად კარგი კოორდინაცია გვაქვს და ამიტომაც გვაქვს შედეგები თუ გვაქვს. მეორე, რაც შეეხება ხა პრეზიდენტთან ერთად. აი მე პირადად ბოლო 2 კვირის მანძილზე ყველა აქტორს კიდევ ერთხელ სათითაოდ შევხვდი და პრეზიდენტსაც შევხვდი და ვისაუბრეთ როგორ ავაწყოთ ისეთი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც უბრალოდ სიტყვა კი არ იქნება, არამედ იქნება. ნახეთ რა მიმართულებით. პირველი, საინფორმაციო ომი, როგორ ვებრძვით ქართული ოცნების საინფორმაციო ომს, რომ ჩვენ არ გვეგონოს, რომ ისინი უფრო მეტ წარმატებას აღწევენ ვიდრე ჩვენ. მეორე, ბოდიში, უნდა გაგაწყვეტინოთ ბოდიში. ანუ ამას აქვს ეხა მე ზოგადად ვარ ძალიან სისტემური ადამიანი. თუ რამე არ მომწონს ამ პროცესში, არის ქაოტურობა. სისტემურობა რას ნიშნავს? ყოველ დღე შეტევითი, ასე ვთქვათ, საინფორმაციო სტრატეგია არ რესურსების გაერთიანება, არ რეაგირებ მის, ასე ვთქვათ, შემოგდებულ თემებზე და გაქვს შენი საინფორმაციო ხაზი. ერთიანი მესიჯით პასუხი ალბათ. რა თქმა უნდა. კი, აი თუ ნახავთ თქვენ, აი მაგალითად რო გამოდის ხოლმე ვინმე და შეაგინებს ევროპარლამენტარს. რატო აკეთებს ამას? კითხვა დავსვათ, აი რა გიჟია? ხო იცით რომ არ უნდა იკადროს ეს. იცით, ეგ საჭიროა იმისთვის, რომ გადაფაროს რაღაც. უნდა პირველი ჩეკლისტი გაკეთებული მაქვს, შემდეგ გადაცემა შემიძლია მოგიტანოს. გაკეთებული მაქვს პირველი, გადაფაროს რაღაც. მეორე, აჩვენოს რომ მე არ მაინტერესებს მისი პოზიცია, კიცი უწეხია. მესამე, დაგვაფიქროს ჩვენ ამაზე რამე მოქმედებს საერთოდ. მეოთხე, შეინარჩუნოს თავისი ერთი. ანუ მივხვდით თავისი ამოცანები აქვს. ჩვენ ამ ომში უნდა გქონდეს ჩვენი ამოცანები. ერთიანობას, კოორდინაციას რატოა გადამწყვეტი მნიშვნელობა? იმიტომ რომ მარტო ჩემი ხმა რო იყოს საკმარისი ამისთვის. პირდაპირ გეუბნებით რომ არ დავხარჯავდი ამ ხელა ენერგიას. ცეგვიდა კოორდინაცია დაგვანახეთ და ჩვენ რაც შეგვეძლება დღეს დილით ქონდა მაგაზე შეხვედრა და იმედი მაქვს რომ
ფრთხილი ოპტიმიზმით მოვეკიდები, რომ ცოტა წინ წავიწიეთ. სხვათა შორის პროტესტანტებიც ესე ვთქვათ, უნდობლობა რატომაც აქვს, სულ ვიძახდნენ, რომ ესე ვთქვათ, ოპოზიცია მარტო არჩევნებზე ახსენდება აქტიურობა და ესე ვთქვათ, არ არის აქტიური დაბრუნება დასაბრუნებელი გაქვთ. კაი, მაგალითად ჩვენ მაგაშიც ვიყავით გამონაკლისი პარტია, რომელიც 2019 წელს 6 თვის მანძილზე სტრატეგია აღმაშენებელზე პრეზენტაციები ყოველკვირეულად ხალხთან შეხვედრა, ჯანდაცვას როგორ უყურებდით, ეკონომიკას როგორ უყურებდით, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ თუ მაგას მისვა უკითხვა, შეიძლება თქვენ არადევნებდით ჩვენ სამუშაობას მხარს, მაგრამ თუ სადმე წამოიწია ჩვენმა რეიტინგმა, მაშინ წამოიწია, იმიტომ რომ ზუსტად მაგას ვაკეთებით არა საარჩევნო პერიოდში მუდმივი ვიძახი, სადაც 2 წელია ხა აქციები მიმდინარეობს ამასთან აი, ყველა აქციაზე ყოველთვის ვარ პირადად, ყველა აქციაზე უფრო მეტიც პირველი რუსული კანონის დროს ბევრი ლანძღვაგინებას მივიღე, რატო გამოაცხადე მშვიდობიანი ალყაო? არადა მშვიდობიანმა ალყამ ღიად თქვათ, რომ გადატეხა იმ კონკრეტულ წამში ეს სიტუაცია და მეორე დღეს დილით 8 საათზე გააკეთეს ბრიფინგ სახში შევედი 8-ზე, 15 წუთი რომ დამეძინა, იმიტომ რომ გათიშული ვიყავი. აი ესე დავიძე 9-ზე ავდექი და განცხადება ჰქონდათ გაკეთებული, რომ გამაქვს რუსული კანონი. მეორე ჩემი შეცდომა სად იყო, რომ იქ უკან რო ხალხი იყო შეკრებილი, რომ მიკროფონი წამართვა ვიღაცა მე რო ატრიალებდნენ. რა იყო ჩემი ამოცანა? აი პირველად ნახეთ ქართული ოცნება გაიქცა დარბაზიდან. ამ დროს გაჩერება არ შეიძლება, უნდა მიაწვე ბოლომდე რომ ბოლომდე გაუშვა და გამოვედი გარეთ და უთხარი ხალხო ხალხნო ინდივიდუალურად დაჭერებას დაიწყებენ და ყისიერად ვიღაც მომვარდა მიკროფონი წამართვა და ეს ჩემი აზრით, ნუ შეიძლება ვიღაცას მე არ მოვწონდი რა თქმა უნდა იქ, მაგრამ გამოიწვია იმანაც რომ წინა დღეს ვიღაცები თავს დამესხნენ საჯაროთაც რომ ეს როგორ გააკეთე, ასე შემდეგ, რამდენი მიტინგი გვინახავს ჩვენ დაშლილი, ისე რომ შედეგს არ მიუღწევია და ზუსტად თქვენთან ერთად დგას ხოლმე ეგეთი კითხვა მაქვს ბატონო გიორგი. ჩემი სტრატეგია 20-30 კაცის გარდა ვერ ვხედავ ხოლმე. სტრატეგია აღმაშენებლის ახალგაზრდური ფლანგი. ლაშა დიაროვი შეიძლება იცნობ კიდეც რა. ლაშა დიაროვი ყოველ დღე ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად იქ დგას. ყოველ დღე ამას აკეთებს და ყოველ დღეს დაახლოებით აქ არ ვიცი მე რეკორდსმენია ჯარიმებში. ოღონდ ამ ჯარიმებზე რატო არ პოსტავს იცით? იმიტომ რომ ჩვენ ეს შეთანხმება გვაქვს რომს და გვაჯარიმონ არ დავპოსტოთ რომ არ გავაღვიოთ, ნუ ჩვენ მინიმალურად მაინც არ გავაღვიოთ ჯიში საზოგადოებაში. 50 კაცის რო არ დგას, ალბათ ცოტა დამაფიქრებელია რატო რა. პრეზიდენტზე რაღაც მაგითხინეთ რა. ცოტნესაც ვკითხე და იმ დღეს თქვენმა კოლეგამ მითხრა აქციაზე რომ პრეზიდენტის სინამდვილეში ესე გულახდილად მითხრა, ხა აღარ ვიტყვი რომ მოვიწოთ გაცევაში მე ვიხავ. იმიტომ არის მაკოორდინებელი ფაქტორი ძალიან მარტივად რო ვთქვა, რომ არის ჩვენ ოპოზიციური სპექტრი ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია აიღოს პირდაპირ ტელეფონი და მაკრონს დაურეკოს. აი ესეთი გაგავლენა ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. სერიოზული არგუმენტია. მე პრეზიდენტზე ასევე ვიცი და ანუ ცხადად ვიცი, იმავე ადამიანისგან ვიცი, რომ როცა მოიწურა ის ვადა, ჩვენ კი ვთვლით ახალ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, მაგრამ სანამ ეს გაყალბები მოხდებოდა ხო ვადა აქამდე ქონდა. 1-2 კვირით დაიკარგა. საერთოდ ოპოზიციასთან აღარ გამოდიოდა კონტაქტზე და თქვენ იყავით საკმაოდ რა ვქნა. ეხლა არ მინდა ხოცების წისქვაზე დავასხა წყალი, მაგრამ საკითხავი უნდა ვიკითხოთ. ხო ესე იყო, ხო დაიკარგა. რატო დაიკარგა? ეხაც რო დაიკარგოს კიდე სადმე 1 კვირით, თავი 500-ზე დადგეს. ჩემი აზრით ბოლო შანსი აქვს ყველას ერთად ერთობა და გვანახო და რეალური გეგმა წარმოადგინონ, იმიტომ რომ ამდენი წელია გვესმის, 2 წელია გვესმის რომ გეგმა. იმედია ოდესღაც იქნება ეს 20. თუ გინდათ ჩემი მოკლედ მოდი ესე ვთქვათ რა. მე ვიყავ ერთ-ერთი პირველი საჯაროდ ვინც თქვა რომ არ მინახავს მეთქი დიდი ხანია თქო. კიდე ერთხელ მოდი აი ხა არ მინდა ნეგატიური კომპონენტები ამოვწიო რატო? იმიტომ რომ ძალიან ფრთხილად ვეპყრობი მე-31-ს. ხო მე ვერ ვიქნები, მე ჩემ თავში ვარ დარწმუნებული რომ მე ბრძოლას მაინც არ შევწყვეტ რა, მაგრამ თქვენი პარტიული ნაციონალური მოძრაობაც ესე ვთქვათ მაგ мотиваციაში ჩააგდეთ. აი ხა ნახეთ რა მინდა რა. ნახეთ მე როგორ უყურებ. აი რაც გითხარით 2 კვირის მანძილზე, ბოლო 2 კვირა რა, ეს 31-ს ამბავი გამოცხადდა საზოგადოებაში მოლოდინია რომ როგორც მინიმუმ მართლასიღრმისეული კოორდინაცია დაიწყება აქეთ ამ მხარეს. შეიძლება ყველა დეტალი ახლა გეგმის ნუ შევქმნით მოლოდინს რომ ახლა გაწერილად რომ 7-ში ამას ვიზავთ 8-ში ამას ასე გავაკეთოთ, მაგრამ ძირითადი მონახაზია ასე ვთქვათ ერთიანობის კოორდინაციის როგორ ხდება ეს ყველაფერი ამას მაინც ვიტყვით და შემდეგ ბოლო 2 კვირა აი რა ვიცით ყოველ წამიერი დრო ყველა მოთამაშე აქტორთან შეხვედრებში დაუთმე იმისთვის რომ რაღაცნაირად სისტემატიზაციისკენ წავიყვანოთ. გუშინ მქონდა ქალბატონ სალომესთან შეხვედრა, სადაც ეს სისტემატიზაციის ასე ვთქვათ ნაკვლევი მივიტანეთ და ნუ შევთანხმდით რომ აი რაღაცა აი ესეთ ასე ვთქვათ მართვის
კოორდინაციის მექანიზმზე ვთანხმდებით. კიდევ ერთხელ ვამბობ. კი, ყველა ვთანხმდებით. თუ არის შტაბი შეიქმნება, ხო, ანუ ახარიას და შტაბამდე ხაზარდსაც კიდე უნდა ეხება. მივიდეთ, იმიტომ რომ მე ვარ შტაბის მომხრე. მე ვარ მომხრე იმის რომ ყოველდღიური კი, მე ვარ მუშაობა მომხრე იმის რომ უნდა. ყოველ დღე ვიწყებდეთ 9 საათზე და არა 2 საათზე, ზოგი რო იღვიძებს, იმიტომ რომ მე დილით ადრე ვიღვიძებ. რადგანაც ახლა 9 საათზე ყველას ძინავს ხოლმე მე 1 უფრო საათი ადრეც ალბათ თითო უკეთესი საათი იქნება. ვარჯიში დავიწყე და ცოტა წონას მოვიკელი, ასე ვთქვათ. თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც ვიღაცები ერთმანეთს რო ელაპარაკებიან, თქვენ მაინც გელაპარაკებიან. შემიძლია ყველას ველაპარაკები აბსოლუტურად რა. ერთ-ერთი ვისთანაც საერთოდ საუბარი არ მქონია, გახარია, რა ვიცი, არ მქონია. პირადად გახარია თუ გუნდის პირადად არ გუნდის წევრებთან საუბარი მაქვს და პირადად გახარიას თან საერთოდ საუბარი არც მქონია, ფიზიკურად არ შევხვდები. თავარი მესიჯი ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ის მომხრებაში მაინც ნაცი ხართ და გერიდება. იმიტომ რომ არ ვიცი ხა ესე არის თუ ისე არის, იმიტომ რომ შეიძლება მასე მე შემიძლია ვთქვა რომ ჩემს ასე ვთქვათ ხოცია და ბევრი აღარ გავიხსენებ იმ ნეგატივებს, რომელსაც მის შესახებ იხსენებენ, ხო? თქვენც გაგახსენდებოდა. ამიტომ მე ეგ ბარიერი ნახეთ ძალიან სწორი მომენტი წამოწიეთ, ეხა ძალიან სწორი. თუ ჩვენ ვერ შევძელით ამ ბარიერების აქეთ მხარეს გადალახვა, იქეთ ამ მხარე არის ვაძლიერებთ. ანუ მე ის მინდა რომ რაღაცნაირად ჩვენ გადავლახოთ ეს ბარიერები, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ რეალური ალტერნატივა. აი დამერწმუნეთ. როგორც კი ჩვენ რეალურად თუ საქართველოს ყავს გადასარჩენი, მაშინ საჭიროა ეს. როგორც კი ჩვენ, აი ეს მათქმევინეთ, ნახეთ, როგორც კი ჩვენ საზოგადოებას რეალურ მყარ ძლიერ ალტერნატივას ვაჩვენებთ, ჩვენი საერთო მხარდაჭერა 60% კი არ იქნება, 80%-საც მიაღწევს, იმიტომ რომ ადამიანებს ჭირდებათ სანდო ალტერნატიული პარტნიორი, რომელსაც გაყვებიან ბრძოლაში სამომავლოდ. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების ბაზა მარტივად, ასე ვთქვათ, მარტივად არა, მაგრამ ჩამოშლადია. რატო? იმიტომ რომ ისინი დგანან დაახლოებით ისეთივე პროპაგანდაზე, როგორც ეს დგას, მაგალითად უნგრეთში ესა პუტინი დგას, მაგრამ მათ ორივეს საფუძვლად უდევს მათი ეროვნული, ასე ვთქვათ, ეროვნული ფუნდამენტი, ხო? რუსეთისთვის ეს არის რაღაცა იმპერიალიზმი, რომ ჩვენ განსაკუთრებულები ვართ, უნგრეთს თავისი აქვს, მაგრამ ქართულ ოცნებას სიყალბე უდევს საფუძვლად, იმიტომ რომ ჩვენი საფუძველი არის ევროპული ცივილიზაციას. კაკების და პირდაპირ ბელორუსია არა, ნახეთ, ერთი წამი, არა, ნახეთ, თუ ღრმად ვაანალიზებთ, აი, ნახე, ამას შეხედეთ. ბელორუსს უდევს სიღრმეში იმ ბელორუსელი ხალხის უმრავლესობის სამწუხაროდ, ხო, რომელიც არის პრორუსი და არა მედასავლეთე, რომელიც თავს აღიქვავს რუსულ, ასე ვთქვათ, სივრცეში, ამათ სიყალბე უდევთ, იმიტომ რომ ჩვენ კულტურულად, შინაარსობრივად, ყველანაირად ჩვენ თავს აღვქვავთ თავისუფალ დაცულ ევროკავშირში და ამათ უნდათ რომ ეს ევროკავშირი მხოლოდ ასე ვთქვათ ფასადად აქციონ, სინამდვილეში ფუნდამენტი აქვს სხვა. აი აქ ჩვენ როგორც კი ალტერნატივას ვაჩვენებთ, მე თქვენ ყველანი ვაჩვენებთ მყარ ალტერნატივას, დაიძრება უზარმაზარი მხარდაჭერა. სიყალბეზე მინდა კითხოთ, ბოლო კითხვა მექნება, ანუ ის სიყალბე თავარი რა რაც 15 წუთი გავაგზავნოთ. თავარი რაც დევს გიორგი ამ სიყალბეზე, აი გავიხსენოთ რა, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო ომი, ჯერ ხო ამდენი წელი აშინეს ეს ომი ქართველი ხალხი რა რეალურად და ჩვენ გვახსოვს ესე ვთქვათ ემოციური ისინი წინადადებები ოპოზიციის მხრიდან და სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომელიც გამოიყენა ქართულმა ოცნებამ და გახადა პროპაგანდის იარაღი. მაგალითად, აი მოდი მაგალითად გავიაროთ. აი მოდი მაგალითად იმ დღეს ტელეეთერში მომივიდა ამაზე კამათი. ნახეთ. აი რამაით პოდიში დავასრულებ კითხვას თუ შეიძლება. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს შეცდომა ოპოზიციის მხრიდან? აი ეს გაცხადებები რომ ნეტა ცვიოდეს ბომბების საქართველოში. არც აი ნახეთ, აი ნახე მან საკითხი რაშია. რომ სამოქალაქო სექტორის თუ NGO-ს თანამშრომლის ერთი ადამიანი რომ რაღაცას იტყვის. ეს არა, ნახეთ, ერთი წამი დავამთავრებ. არ ვიცი მოსყიდულია თუ მოუსყიდავია, შეიძლება გულწრფელად ასე ფიქრობს. შეიძლება არა, ერთი წამით შეიძლება გულწრფელად ასე, არა, ერთი წამი, შეიძლება გულწრფელად ამას მოდი ერთი წამით. მათ განცხადებებს, რასაც ვისმენო, ეხლა მაგას ჯობია ბომბები. მოდი გავარჩიოთ, ძალიან კარგი кейსია და გავარჩიოთ. აი როგორ მუშაობს პროპაგანდა. პირველი, აბსოლუტურად სხვა კონტექსტით თქვა ამ ადამიანმა. ეს ყველაფერი ერთი წამი დავამთავრებიეთ, ხო, დავამთავრებიეთ. მაგრამ, ნახეთ, რა ახასიათებს პროპაგანდას? შეუცვალოს პატარა კონტექსტი. ერთი კომპონენტი. გააყალბოს ეს და მიაწებოს ეს ყველაფერი მთელ ოპოზიციას. არც ერთ ოპოზიციონერს
არ უთქვამს, არც თანხმობა განუცხადებია, არც ხუმრობით არ უთქვამს ეგეთი რამე. მაგრამ შენ შემთხვევაშიც კი, ხო? შენ ჩაგჭა და თქვი რომ ოპოზიციამ თქვა, ხო ესე დაიწყო. აი ეგ არის, ოპოზიცია ხარს უჭერდა ხო და ტყუილია ეგეც ხალხო. არცად არც ერთ ოპოზიციონერს არ უთქვამს რომ თვითმფრინავი უნდა აპრინდესო. გესმით? უფრო მეტიც იმ დღეს დიანა ტრაპაიძესთანაც მომივიდა კამათი რომ ოპოზიცია ითხოვდა რომ რუსეთის სანქციებს შეუერთითო დიანა ერთი განცხადება მაინც ოპოზიციონერის ამომიღე რომ ევროპულ ერთი წუთით რომ ევროპულს ანუ მე ამას რატო ვამბობ იცით რომ ეს ყველაფერი არის იმ დეზინფორმაციის ნაწილი რომელიც ჩვენგან განსხვავებით როგორ მუშაობს იცით აი მე და თქვენ ხო ერთხელ თქვით ეხა ნახა ადამიანებმა ამას ისინი ამ სიყალბეს ჩააჭერენ ერთი კლიპი ორი კლიპი დახარჯავენ $10,000 ინტერნეტში რომ წამოგაცდენინონ, მიხვდი რა მოხდა ეხა ამ ჩვენ ეთერში, წამოგაცდენინონ ის, რაც არის მათი პროპაგანდა, რომ ოპოზიცია ეთხოვდა ბომბებს. ანუ ექსპერტებს ათქმევინებენ ტროლებს და ამატებინებენ და კი და განაზოგადებენ რომ ეს ანუ მაგალითად იგივე მაგალითს გეტყვი. ტრამპის შეტევა დაიწყო ოპოზიცია. არც ერთი ოპოზიციონერი, ვინც არის პოლიტიკოსი, ამას ვამბობ რა, პოლიტიკურ პარტიაში. ტრამპზე შეტევა არ განუხორციელებია, ხო? მოზომილი ძალიან მკაფიო დაველოდოთ ჩვენი მესიჯი იყო რომ გაძლიერდება დასავლეთი ამ ყველაფერზე და აქეთაც მიდის. პრეზიდენტს 60-ს ვერ დაგეთახები, ერთადერთი ხო და კი ბატონო, მაგრამ ნახეთ იმათმა განაზოგადეს ვინ? განაზოგადეს დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც არის საგარეო საკითხების ექსპერტი, რომელიც მიდის იქ არა პოლიტიკური პოზიციით, ან საზოგადოებისა, ის თავის აზრს როგორც ექსპერტი გამოხატავს, რომ მე ასე ვფიქრობ. ოღონდ პროპაგანდა მაგაშია, რომ განაზოგადებს ამ ადამიანს და ეხლა როგორც შენ მაშინ ნაცმოძრაობაზე ბევრი რო ვიდავეთ. მაშინ ჩვენ უნდა ვემიჯნოთ და ვემიჯნოთ ასეთ ხალხს. მიხდით? გიორგი, ერთიან კოორდინაცია ამ რისკებს აზრობს თუ არა და ამ ერთიან მესიჯებს როგორ უპასუხებთ კოორდინაციას? კოორდინაცია და უფრო კარგი სიტყვა თქვი პირადად შენ ეს არის შტაბი მე ვარ სისტემური შტაბური მუშაობის მომხრე დილით ადრე ვდგები გავდივარ წინა ხო გავდივარ წინა დღეს მე გებძოდით თუ არა 2012 ესე გებძოდით კი ბატონო გავდივარ წინა დღეს რა მოხდა რა არის მათი შეტევის ხაზი რა უნდა იყოს ჩვენი შეტევის ხაზი რომ 10 საათზე 11 საათზე გვაქვს პირველი გზავნილი საზოგადოებისთვის რომ ჩვენი პოზიცია დღეს არის ეს ხო კვირის თემა გვაქვს დღის თემა გვაქვს როდესაც მათი მხრიდან მოგვაქვს ინფორმაცია ხო ეგრეთ წოდებული opposition research ვაკეთებ და არა შემდეგ იყოს სტაბის თავმჯდომარე აი იყოს ჟანდაბა გახარია მოიცა მე არა გვალი მაგიდა ზვიაც კონდა გვალი მაგიდა მაგრამ სულთა ტექნიკური შტაბის ხელმძღვანელი ამის უნდა იყოს არა პოლიტიკოსი არამედ უფრო ასე ვთქვა ტექნიკური ადამიანი რომ არ იყოს ვინმესკენ მიკერძებული ეს მოდელი მაქვს მე ახლა პირდაპირ გეტყვით წარდგენილი აბსოლუტურად ყველასთვის ახლა ერთ ნაწილს დავამატებ გარდა ამისა რა გჭირდება ხალხო გადავიდეთ რომ მომეხმარეთ ჩვენ ეს გაფანტული ძალები რომ ავყრიბოთ საერთო მისიაში ერთი სერიოზული კარდაკარი უნდა გავაკეთოთ როგორც კი გავასწორებთ შტაბის მუშაობას თელ საქართველოში. რაც გულისხმობ. ეს მაგალითად ევროპაში უფრო ხშირად დადიხართ მე მგონი ვიდრე რეგიონებში. არა, ნახეთ, ერთი წუთით. არა. რეგიონებში არა, სისუსტე იყო რეგიონებში. არა, ერთი წუთი დამამთავრებინეთ რა. კარდაკარი არ არის მხოლოდ რეგიონში ჩემი ჩასვლა. კარდაკარი ნიშნავს, ეს არის 2018 წლის მერე, როცა ჩვენ 40% ავიღეთ მაშინ. აქეთა მხარეს სისტემური კარდაკარი არ გაკეთებული. ეს არის ყველა ოჯახში შესვლა. ეს არის ყველა ოჯახის გამოკითხვა. დეზინფორმაციას და სიყალბეს მხოლოდ ასე შეგვიძლია ვესწავლოთ. გამზადებული და ტრენინგებული სანამ ამ ადამიანებს გავხდით საარჩევნო ბატონო არცემს არავინ, როცა ოჯახებში შედიხარ ოჯახებში არა, იქ ადგილობრივი რაიონის ტიტუშკი. კიდე ერთხელ გეუბნებით რა. არა, ნაცებთან ერთად არ წახვიდე რა, ნაცებ დაგიცავე თუცა ხოლმე. არ ვერ მოგეკარებიან. მაგრამ ისა რა ქვია. დაიცვა ბატონო გიორგივა. დაიცვა სხვა შორის ყოველთვის დაიცვეს, არაერთი თავდასხმა იყო მათზე, მაგრამ პასუხიც მიიღო. აი აღარ გვიდა ასპი იმაში. მაინც კომპლექსი ძლიერია და შემდეგ ეთერში უფრო ჩავახდოთ ამბავს. კარგია. ნაცება მოიფიქრეს ესე ხდებოდნენ თავის ოპოზიციას ადრე და ხო და ანუ არა, რატო შევარდნაძის დროსაც იყო სამწუხარო სტანდარტი იყო, რაღაცა ნაწილი იყო ეს ყველაფერი კათოლიკე პოლიტიკოს და გადავშალოთ, რომ ცივილიზებული კაცო. კიდე ერთხელ აი რა მომწონს, აი მაგალითად ლიეტუვის ის იყო ხო ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოსული რა, ძალიან ჩვენი გულშემატკივარია და ახლა ოპოზიციაში გადავიდა.
არ არის ეს ტრაგედია ოპოზიციაში გადასვლა, იმიტომ რომ შემდეგ არჩევნებზე თუ ხალხდაჭერას გაზდი, დაბრუნდები ხელის. ევროპა ხო ამიტომ გვინდა. სვალოთ ადგილი, ხო? ხან ოპოზიციაში ხარ, როცა მოიპოვებ ხალხდაჭერას ხელისუფლებაში მოდი ხარ. მე პირადად ერთ ვადაზე მეც არ მივცემდი არც ერთ ხელისუფლებას ერთ ვადაში. ჩიპი გათავდა, ეხლა ძალიან შორს წავალ. კარგი, დიდი მადლობა. მე მგონი ძალიან საინტერესო ეთერი გამოვიდა. ბატონ გიორგის გადაჩეული იქნება, იმიტომ რომ ოპოზიციურ მედიებში მე მგონი ასეთ კითხვებს არ შევავენ. სახელმწიფო მედიებში ვინ მიგიშვებს და ხო, შეჯამების სახით აი, ხო, კარგი იქნებოდა თქვენ თავიტყოდი, რომ აი ეს ნარატივების დანგრევაში თუ აი პლატფორმას გამოვიყენებდით. ანუ რას გულისხმობ? აი მაგალითად იქ ომის ნარატივი, ხო? აი მე რაფერს ვერ ვილაპარაკე იქ რომ კი, მაგრამ აი ვერ ვილაპარაკე რომ იქეთ არის ომი, იქეთ არის რომ იცოდეთ, ხო? არის იზოლაცია და შიში, ხო? აი ეს არის ქართული ოცნება. ამას ჩვენ უპირისპირებთ დაცულობას ევროკავშირში. პოლიტიკურად ზადიყავით რომ ტრამპმა ჩამოკიდოს ლეგიტიმაციის საკითხი მეგირჩევდით ბატონო გიორგი. არა, ამისთვის ზად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, გეთანხმები, ეგ სცენარი უნდა გქონდეს, ოღონდ დღეს ამ სცენარზე საუბარი არ შეიძლება, მაგრამ მაგ სცენარის პირობებში ჩვენი წინააღმდეგობა არ იცვლება. მადლობა, მომავალ შეხვედრამდე და ჩვენს მაყურებელს დაასკვნით ფრაზად ვეთქვი, რომ აი მართლა ასე ვართ მოწადინებული ეს ჩვენი მხარე, არ ვიცი როგორ ჩვენი მხარე უწოდოთ მოდი ამას, რომ ჩვენთვის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაცა კითხვაზე ვერ გაუბედავთ ან რაღაცით არ დავინტერესდებით, იმიტომ რომ მართლა უკეთესობა გვინდა და არა ვიღაცის მონობა ისევ. დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მოგვინდია და დიდი მადლობა ყურადღებისთვის.